გაზაფხული მოვიდა და რუსეთს თავისი ომის დამამთავრებელი შეტევა უნდა წამოეწყო. ბოლოს და ბოლოს საფარი ჩნდება და ამინდი უმჯობესდება, მაგრამ პუტინისთვის იგივე ძველი ისტორია მეორდება. ის წინსვლას ბრძანებს და მისი ჯარისკაცები იღუპებიან. რუსეთს ომის განმავლობაში ყველაზე მძიმე თვე ჰქონდა, ხოლო უკრაინამ საუკეთესო თვე გადაიტანა, რადგან გაზაფხულის შეტევა ჩავარდა და რუსეთის საომარი მანქანა დაიწვა. რეკორდული დანაკარგები, ახალი ნიშნულის მიღწევა და წინსვლის ისეთი დამამცირებელი ტემპი, რომ რუსეთს მარტი საერთოდ არაფრის კეთებაში გაეტარებინა. ეს ყველაფერი პუტინისთვის უარყოფითი მოვლენებია, რომელსაც ვიდეოს განმავლობაში განვიხილავთ. მაგრამ დავიწყებთ იმით, თუ რა გააკეთა უკრაინამ უშუალოდ იმისთვის, რომ 2026 წლის მარტი პუტინის ძალებისთვის ომის ყველაზე მძიმე თვედ ექცია. და ამას სამ სიტყვაში შევაჯამებთ. უკრაინამ ყველაფერი დაარტყა. როდესაც რუსეთი იწყებს თავის გაზაფხულის შეტევას, რომელიც თითქოს პუტინისთვის გარდაუვალს უნდა მოიტანდეს, უკრაინა აძლიერებს თავის ღრმა დარტყმის სტრატეგიას იმ დონემდე, რასაც რუსეთი არასდროს ელოდა. სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთის მასშტაბით ყველა მხარეს დაარტყეს, რასაც ევრომაიდან პრესი მარტის მოსავალს უწოდებს. 5 ქარხანა, 10 ნავთობგადამამუშავებელი, ნავთობქარხნები და საჰაერო თავდაცვის სისტემები ყველა განადგურდა, ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თავად განაცხადა, რომ 2026 წლის მარტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თვე იყო იმ სტრატეგიული ობიექტების რაოდენობით, რომელთაც უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყა. მოდით ქარხნებიდან დავიწყოთ. თვის განმავლობაში რუსეთის 5 მნიშვნელოვანი ქარხანა დაიბომბა, დაწყებული კრემნიელით, რომელიც ბრიანსკის საზღვრის რეგიონში მდებარეობს. ცნობილია როგორც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი მიკროელექტრონული საწარმო. ამ ქარხანაში რუსეთი ამზადებს მიკროჩიპებს, რომლებიც შემდეგ თავსდება როგორც ისკანდერის ბალისტიკურ რაკეტებში, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებში. უკრაინამ გაანადგურა ეს ქარხანა, როდესაც დააზიანა საწარმოო შენობა და კომპონენტების საწყობი, სადაც ინახებოდა ის აღჭურვილობა, რაც რუსეთს სჭირდება რაკეტის ჩიპების დასამზადებლად. რუსეთის მთელი რაკეტების მომარაგების ჯაჭვი ამ ერთმა დარტყმამ დაანგრია. მომდევნო 6 თვის განმავლობაში რუსეთი ვერ შეძლებს იმ მიკროჩიპების წარმოებას, რომლებიც მას სჭირდება თავისი მრავალი რაკეტისთვის. სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულდეს და რადგან ბრიანსკი ასე ახლოსაა უკრაინის საზღვართან, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ ეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ანუ SPU, აკვირდება და ელოდება, როცა რუსეთი სარემონტო სამუშაოებში საკმარისად წინ წაიძებს, სანამ კიდევ ერთი დრონი ან 10 გაუშვებენ, რომ კვლავ გაანადგურონ კრემნიელის ქარხანა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთია 5-დან. ულიანოვსკში უკრაინამ დაარტყა ავიასტარის საავიაციო ქარხანას, გაანადგურა კლიმატ-კონტროლირებადი თავშესაფარი და რამდენიმე IL-76 და IL-78 თვითმფრინავი, რომლებიც ქარხანაში ინახებოდა. ავიასტარი ამზადებს და ტექნიკურად ემსახურება მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავებს, იუწყება ევრომაიდან პრესი, ამიტომ მისი დაკარგვა დამანგრეულ გავლენას ახდენს რუსეთის ლოგისტიკაზე. მძიმე სატვირთო თვითმფრინავების გარეშე ტექნიკისა და ჯარის გადაადგილება რუსეთსა და უკრაინაში მნიშვნელოვნად შენელდება. გარდა ამისა, უკრაინამ გაანადგურა ქარხანა, რომელიც რუსეთის საჰაერო საწავის შემორსებელ თვითმფრინავებს კარგ მდგომარეობაში ამყოფებდა. ასე რომ რუსეთის საჰაერო ძალებზეც ვიხილავთ გავლენას. დარტყმები გრძელდება 123 საჰაერო ხომალდების სარემონტო ქარხანაზე, რომელიც მდებარეობს სტარი-რუსაში, ნოვგოროდის ოლქში, რუსეთში. უკრაინის მხრიდან კიდევ უფრო მეტი დარტყმა განხორციელდა და მათ დააზიანეს ანგარები, სადაც ინახებოდა IL-76 ტიპის თვითმფრინავები. ასევე დააზიანეს საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავები და საცავები, სადაც რუსეთი ინახავს თავის ანტისაჰაერო რაკეტებს. ეს იყო კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის საჰაერო ხომალდების სარემონტო ინფრასტრუქტურაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას რუსეთის შიდა ლოგისტიკაზე. შემდეგი იყო ალჩევსკი და მეტალურგიული ქარხანა, რომელიც რეგიონის სახელს ატარებს. უკრაინის დარტყმამ უზარმაზარი ხანძარი გამოიწვია ობიექტზე, რომელიც აწარმოებს საარტილერიო ჭურვების გარსებს და მონაწილეობს ჯავშან ფოლადის წარმოებაში, რომელიც გამოიყენება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკის დიდ ნაწილში. ასე რომ მექანიზებულ შეტევებს დაემშვიდობეთ. და ბოლოს, სევასტოპოლი, სადაც უკრაინამ გრანიტი დაარტყა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? გრანიტი ინოვაციური ცენტრია და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, ეს ერთადერთი ცენტრია ქრია კიევში, რომელსაც რუსეთი ფლობს და რომელსაც შეუძლია S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეკეთება. შეგიძლიათ გამოიცნოთ, რას ნიშნავს ეს. კიევზე კიდევ უფრო მეტი დარტყმაა მოსალოდნელი და რუსეთი ბევრს ვერაფერს გააკეთებს, რადგან მისი S-400-ის ქსელი ინგრევა. ეს ცუდია რუსეთისთვის და ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. კრემლი უკვე პასუხობს უკრაინის დარტყმებს, ცდილობს თავისი საწარმოო ობიექტები რაც შეიძლება შორს გადაიტანოს. ეს ხდება როსკოსმოსის ობიექტთან დაკავშირებით, რომელიც ქიმკიში იყო, მოსკოვის რეგიონში. ეს ობიექტი გადაჰყავთ ომსკში, რომელიც სიბირეში და პერმის ურალის მთების რეგიონში მდებარეობს. როსკოსმოსი ცდილობს ეს გადაადგილება წარმოაჩინოს როგორც ეფექტურობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნავიჯი. ეს ლოგიკურია. ყველამ ვიცით, რომ ეფექტურობას აღწევენ მაშინ, როცა საწარმოო ქარხნებს ყველაზე საჭირო ადგილებიდან რაც შეიძლება შორს გადააქვთ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელეა. როსკოსმოსი თავის ქარხნებს მოსკოვის რეგიონიდან იმიტომ გადააქვს, რომ მარტში მომხდარ საკვირდებოდა და იცის, რომ მოსკოვი უკრაინის დრონების მოქმედების ზონაშია. ეს ეფექტურობისთვის გადადგმული ნაბიჯი არ არის. ეს პირდაპირ პრობლემისგან გაქცევაა. და შეგიძლიათ როსკოსმოს დააბრალოთ ეს. ბოლოს და ბოლოს უკრაინა არ აჩვენებს რაიმე ნიშანს, რომ აპირებს შეანელოს დარტყმებით რუსეთის ინდუსტრიულ კომპლექსზე. აპრილის 4-ს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ SPUS დრონებმა კიდევ ერთი წარმატებული დარტყმა მიაყენეს ალჩევსკის მეტალურგიულ ქარხანას, რომელიც ახლახანს ვახსენეთ. ეს უკვე მეორე დარტყმაა ერთ თვეში და გვაჩვენებს, რომ უკრაინას აქვს სტრატეგია. ყველაფერი, რასაც უკრაინა ერთხელ დაარტყა, ალბათ კიდევ ერთხელ იქნება დარტყმული. და თუ რამე გვაჩვენებს, რამდენად ეფექტურია ეს კონკრეტული სტრატეგია, ეს არის ის, რასაც უკრაინა მთელი მარტის განმავლობაში რუსეთის ნავთობის სექტორს უკეთებდა. პორტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის. აფიფსკისა და ალბაშიმფჩი უკრაინის დრონებმა ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. ორივე მათგანი დიზელის საწოს აწარმოებდა, რომელიც ამ ობიექტებიდან რუსეთის სამხრეთის სამხედრო ჯგუფს უკრაინაში მიეწოდებოდა. ნოვოროსიისკში უკრაინამ დაარტყა შჩასტკაიას ნავთობის ტერმინალს და განახორციელა დამანგრეველი იერიში პორტ კავკაზზე. ეს ჰაბებია, რომლებზეც რუსეთი ეკორნობა ნავთობის შავი ზღვის გავლით თავის მომხმარებლებთან ტრანსპორტირებისთვის, ასევე საწვავის მისაწვევის მისაწოდებლად შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემებისთვის. სარატოვში კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს, იგივე მოხდა კორიშში და იაროსლავში. აქ ჩვენ ხედავთ რუსული რესურსების შემცირებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საავიაციო საწვავის წარმოებაზე, ასევე სხვა პროდუქტებზე, რომლებიც რუსეთში საწვავის შიდა სექტორს ამყარებენ. შემდეგ იყო მთავარი დარტყმები, პრიმორსკი და უსტლუგა. ორივე წარმოადგენს პორტებს, რომლებიც რუსეთს სჭირდება, რათა ბალტიის ზღვაში ნავთობის ექსპორტი შეუფერხებლად გააგრძელოს და მსოფლიოს სხვადასხვა კლიენტამდე მიიტანოს. და ორივე არაერთხელ დაარტყა უკრაინამ მარტის მეორე ნახევარში. გახსოვდეთ, ეს ის სტრატეგია, რომელზეც გესაუბრეთ. ერთხელ დაარტყი, აცნობე პუტინს, რომ დრონებს იქამდე მიღწევა შეუძლიათ და სანამ რუსეთი რაიმეს გააკეთებს საპასუხოდ, ისევ და ისევ დაარტყი, სანამ ის მთლიანად არ განადგურდება. უსტლუგას მარტში 5 ჯერ დაარტყეს. დარტყმები დაფიქსირდა 22, 25, 27, 29 და 31 მარტს. როიტერსი იუწყება, რომ უკრაინამ პრიმორსკის ნავთობის ტერმინალს იმდენჯერ დაარტყა, რომ ტერმინალის ნავთობის საწავის მინიმუმ 40% სამუდამოდ დაიკარგა. უსტლუგაში ტერმინალი ჯერ კიდევ იწვოდა უკრაინის პირველი დარტყმიდან 7 დღის შემდეგ, როგორც ეს ჩანს სურათებში, რომლებიც X-ზე გააზიარა სპეციალურმა ხერსონის CAT ღია წყაროების სადაზვერო ანგარიშმა. რუსეთს არ აქვს შანსი განაცხადოს, რომ ეს მცირე დარტყმა იყო, ან რომ უკრაინის დრონების ნამსხვრევებმა მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენა. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი ახლა კვამლით სავსე, ცეცხლოვანი ჯოჯოხეთია და მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერად ებრძვიან ცეცხლს, ის მაინც იზრდება და ყოველი ახალი დარტყმით, რომელსაც უკრაინა ახორციელებს, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. აი აქედან იწვება ყველაფერი, მართლაც სერიოზული რუსეთისთვის. 25 მარტის ანგარიში Kyiv Independent-მა მიმდინარე მოვლენებს ისტორიული მინიმუმი უწოდა, რადგან რუსეთის ნავთობის ექსპორტი მკვეთრად დაეცა. გაითვალისწინეთ, რომ კიდევ მეტი უკრაინული დრონი იყო მოსალოდნელი, განსაკუთრებით ოსლუგაზე. უკრაინამ ფაქტობრივად შეაჩერა რუსეთის მთლიანი საექსპორტო შესაძლებლობის 40% თავდასხმებით პრიმორსკზე, ოსლუგაზე და სხვა ობიექტებზე. რუსეთისთვის ნავთობის გაყიდვის შეჩერება იმ დროს, როდესაც ირანში ომმა 1 ბარელის ფასი $100 და მეც გადააჭარბა, რუსეთს ახლა ფულის დიდი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამის ნაცვლად აწკდება წარმოუდგენელი მასშტაბის ხანძრებს, სწორედ იმ პორტებში, რომლებიც მისი ნავთობის სასიცოცხლო არტერიებად იყო გამიზნული. გადამამუშავებელი ქარხნების მხრივ Moscow Times-მა 30 მარტს გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ახლა საწვავის წარმოების კრიზისის წინაშე დგას. უკრაინამ გონივრულად დააკავშირა რუსეთის ექსპორტის შესაძლებლობის მინიმუმ 40%-ის განადგურება იმ ობიექტებზე თავდასხმებთან, სადაც მზადდება საწვავი, რომელსაც რუსეთი ცდილობს გაყიდოს ან თავის ჯარებს მიაწოდოს. და აქ ხდება ყველაფერი მართლაც ჭკვიანურად. უკრაინის თავდასხმები პრიმორსკსა და ოსლუგაზე ხელს უშლის რუსეთს თავისი ნავთობის გატანაში. ეს კი დამატებით ზემოქმედებას ახდენს დაზიანებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. თუნდაც მათ შეძლონ პროდუქციის წარმოება, რუსეთს ამ პროდუქციის გასაგზავნე ადგილი აღარ აქვს. მათ მოუწევთ პროდუქციის შენახვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, მანამ სანამ შეფერხებები არ აღმოიფხვრება. მაგრამ შენახვისთვის მხოლოდ გარკვეული სივრცეა, რის შემდეგაც ქარხნებს მუშაობის შეჩერება და ყველაფრის დალაგების მოლოდინი მოუწევთ. ეს არის არაპირდაპირი გაჩერება, რომელიც ემატება დრონების იერიშების ქაოსს. და თუ უკრაინა გააგრძელებს ნავთობის ტერმინალებზე დარტყმებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ნოვოროსიისკი, პრიმორსკი და ოსლუგა, რუსეთს დარჩება უამრავი საწვავი და ნავთობი, რომელსაც ვერსად გააქანს. და კიდევ ერთი რამ, სანამ გადავიდოდეთ რუსეთის განადგურებულ საჰაერო თავდაცვაზე.
1 აპრილს კიევის პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ როსნეფტმა, რომელიც რუსეთის ერთი ნავთობის გიგანტი კომპანია, განაცხადა, რომ მისი წმინდა შემოსავალი 2025 წელს 73%-ით შემცირდა. მაღალი მოგების გადასახადების, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და ერთჯერადი ფაქტორების კომბინაციამ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სანქციები და დრონები ჩვენს ოპერაციებს ანადგურებს, კომპანიას მხოლოდ 3.6 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა გასულ წელს. რა თქმა უნდა, ეს დიდი თანხა ჩანს, მაგრამ ეს მაჩვენებელი, რომელიც 73%-იან ვარდნას ასახავს, ცუდია როსნეფტისთვის, რაც ასევე ცუდია რუსეთისთვის. ნავთობის ნაკლები გაყიდვა ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს, რომელსაც კრემლი დაბეგრავს. და ახლა, როცა ტერმინალები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის, როსნეფტი 2026 წლის საფრთხის პირისპირ, რომელიც მზადაა პირდაპირ დაარტყას. ჩვენ ჯერ კიდევ არ მისულვართ საჰაერო თავდაცვამდე და უკვე ნათელია, რომ 2026 წლის მარტი საშინელი თვე იყო რუსეთისთვის უკრაინასთან ომში. კიდევ ბევრია მოსალოდნელი, მაგრამ სანამ ამას მივადგებით, მოკლედ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ მილიტარი შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ხილაკს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი არც ერთი ვიდეო. ეხლა დაუბრუნდეთ საჰაერო თავდაცვას. 12 S300 და S400 საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურდა თვის განმავლობაში. ეს ორივე გრძელდისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემებია, რომლებზეც რუსეთი ეკრნობა დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად. მართალია, ისინი თავიანთ საქმეს კარგად ვერ ასრულებენ. უკრაინას არ ექნებოდა შესაძლებლობა ასე ძლიერად დაერტყა რუსეთზე მარტში, რომ ეს სისტემები კარგად მუშაობდეს, მაგრამ რუსეთს ურჩევნია ჰქონდეს ისინი ვიდრე არა და ახლა აღარ აქვს. ამ დანაკარგებს დაემატა რუსეთის 10 საშუალო და მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურება, მათ შორის TOR, TOR-M1, Pantsir S1, Tunguska და Buk-ის სხვადასხვა ვერსიები. ყველა ეს სისტემა გამოიყენება რუსეთის ახლო და ღრმა ზურგში უკრაინული დრონების წინააღმდეგ. ირონია კი ისაა, რომ სწორედ ის დრონებია, რომელთა შეჩერებაც ამ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ევალებათ, რომლებიც თავად ანადგურებენ მათ. დამატებით, გახსოვდეთ ყირიმი. სავსებით გასაგებია თუ დაგავიწყდათ, რადგან მარტში იმდენი დარტყმა ჩამოთვალეთ, რომ ადვილია კვალის დაკარგვა, მაგრამ უკრაინამ ასევე გაანადგურა სარემონტო და ტექნიკური მომსახურების ობიექტი, რომელიც რუსეთის S400-ებს მუშაობაში ამყოფებს. ასე რომ ხედავთ, რომ უკრაინა ანადგურებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის მრავალ ფენას და არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ სხვადასხვა დიაპაზონის ერთეულებს ანადგურებს. უკრაინა ასევე ურყამს სარემონტო და ტექნიკური მომსახურების საშუალებებს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის დაზიანებული ერთეულები ვეღარ დაბრუნდებიან ბრძოლის ველზე. დარტყმები საჰაერო თავდაცვაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გზას უხსნის ყველაფერს, რაზეც ამ ვიდეოში ვისაუბრეთ. ქარხნები და ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები იწვის, რადგან უკრაინამ მარტში იმდენივე დრო დახარჯა უსაფრთხო საჰაერო კორიდორების შექმნაზე, რამდენიც ამ მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმებზე. ეს რთული სტრატეგიაა და უკრაინა მას იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე, როგორც თავად რუსეთის შიგნით. Kiev Independent-ი ამას უსვამს ხაზს. 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე განხორციელებული 1530 დადასტურებული უკრაინული დარტყმის ანალიზმა რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე აჩვენა, რომ ამ დარტყმებიდან 492 საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას მიემართებოდა. რამდენიმე ასეული დარტყმა კიდევ მიმართული იყო ანტიცდომისა და საჰაერო შეზღუდვის საშუალებებზე, როგორიცაა ელექტრონული ომის დანაყოფები და სარდლობის სისტემები. ეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების აშკარა დეგრადაციაა და ჩვენ ხედავთ შედეგს რუსეთის ალმოდებულ ნავთობის ტერმინალებსა და განადგურებულ ქარხნებში. და რომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფროთ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ტკივილი, ეს ყველაფერი რუსეთს იმ თვეში დაემართა, როცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ბოლო თვეებთან შედარებით საუკეთესო შედეგი აჩვენა. უკრაინის თავდაცვის ექს-ანგარიშის მიხედვით ბოლო 4 თვის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობა 9.7% პუნქტით გაიზარდა. ამჟამად უკრაინა 99.9%-იან ეფექტიანობაზე, მაშინ როცა დეკემბერში ეს მაჩვენებელი 80.2% იყო. და მიზნად აქვს დასახული 95%-იანი ეფექტიანობის მიღწევა დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საკუთარი წარმოების საშუალებების კომბინაციით, როგორიცაა გადამჭერი დრონები, რომლებსაც უკრაინა რუსეთის შაჰედის ტიპის დრონების წინააღმდეგ იყენებს. უკრაინა სულ უფრო უკეთ იცავს თავს საჰაერო საფრთხეებისგან, მაშინ როცა რუსეთი ამ ტიპის საფრთხეებს უფრო მეტად აწყდება ვიდრე ოდესმე. და სწორედ ამიტომ იყო 2026 წლის მარტი რუსეთისთვის ომის ყველაზე მძიმე თვე ამ დრომდე. გასაგებია, კიდევ უფრო მეტი საკითხია განსახილველი, რადგან რუსეთის პრობლემებს ცაში კიდევ უფრო ანძიმებს გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის კატასტროფული დასაწყისი, რომელსაც რუსეთისთვის დონბასის და უკრაინის სამხრეთის დიდი ნაწილის დაკავება უნდა მოეტანა. პუტინს ალბათ იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა უკრაინაში მიღწეული წარმატებებით თავის დამშვიდებას, მაშინაც კი როცა ქარხნები, ნავთობის ინფრასტრუქტურა და საჰაერო თავდაცვა იწოდა. პუტინის შეცდა. მიწაზე გადავიდეთ და ვხედავთ, რომ 2026 წლის მარტი იყო პირველი თვე 2.5 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთმა უკრაინაში მიწაზე ზუსტად არანაირი წმინდა ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია.
The Independent აღნიშნავს, რომ იმავე თვეში უკრაინამ დაიბრუნა 9 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 3.47 კვადრატული მილი საკუთარი ტერიტორიის. რადგან რუსეთის სახმელეთო შეტევა შეარყია კომუნიკაციის გაგრძელებულმა პრობლემებმა, რომლებიც გამოწვეულია Starlink-ის დაკარგვით, თვით და პუტინის კამპანიით Telegram-ის შეტყობინებების აპობინებების აპის წინააღმდეგ. ეს გვიჩვენებს, რომ გაზაფხულის შეტევა, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ რუსეთმა მარტში უფრო მეტი იერიში მიიტანა უკრაინის თავდაცვაზე, ვიდრე 2026 წლის ნებისმიერ სხვა დროს, ცუდად დაიწყო. დაივიწყეთ ეს. ეს იგივეა, რაც ოლიმპიური სპრინტერი სტარტის გასროლის გაგონებისას უკან გაიქცეს და შემდეგ სახით დაეცეს მიწაზე. თუ პუტინი ყურადღებას აქცევდა, შეიძლებოდა ეს დაენახა წინასწარ. რუსეთის მიღწევები უკრაინაში დიდი ხანია ნელდება, როგორც ომის კვლევის ინსტიტუტმა აღნიშნა 31 მარტის შეფასებაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2025 წლის ოქტომბერსა და 26 მარტს შორის პერიოდში რუსეთმა უკრაინაში მხოლოდ 1929.73 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 745.6 კვადრატული მილი დაიკავა. ეს უკვე დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებია 2024 წლის ოქტომბრიდან 25 მარტამდე პერიოდთან შეედარებით, როდესაც რუსეთმა შეძლო დაეკავებინა 2750.57 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 1048.87 კვადრატული მილი უკრაინის ტერიტორიიდან. რუსეთის ძალები ადგილზე ჩერდებიან, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის შეტევა ოფიციალურად დაიწყო. და მათ ახლა ყველაზე მძიმე ნიშნულს მიაღწიეს. როცა პუტინი კიდევ უფრო მეტ ხალხს აგზავნის ხორცსაკებში, რუსეთმა ომში 1.300.000-ზე მეტი დანაკარგი განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Minfin ავრცელებს, რომლის ოფიციალური მონაცემებით 5 აპრილისთვის დანაკარგების რანაკარგების 1.300.550 შეადგენს. ეს კატასტროფული რაოდენობის დანაკარგია. ეს უდაოდ აღემატება ნებისმიერი თანამედროვე არმიის დანაკარგებს. შედარებისთვის აშშ-სა და მის კოალიციურ მოკავშირეებს ავღანეთში ოპერაცია მტკიცე თავისუფლების დროს 3486 ადამიანი დაეღობათ, როგორც ამას დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია Help for Heroes იუწყება. ეს იყო ოპერაცია, რომელიც 13 წელი გაგრძელდა, 2001 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე. რუსეთს უკრაინაში შეჭრისას ამ დროის მესამედიც კი არ გაუვლია, მაგრამ უკვე ისეთი დანაკარგები აქვს, რომ თითქოს პუტინი საკუთარ არმიას ეომება. მარტმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ რუსეთმა ახალი ნიშნული გადალახა, რომელსაც არც ერთი თანამედროვე არმია არ უნდა მიუახლოვდეს. 17 მარტს რუსეთმა რეკორდული დღე დააფიქსირა. ერთ დღეში 1700 ჯარისკაცი დაკარგა, რაც 2026 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პუტინისთვის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება, რადგან რუსეთის ბოლო შეტევა ძლიერდება, თითქმის გარდაუვალია, რომ რამდენიმე დღე ვიხილავთ, როცა რუსეთი 24 საათში 2000-ზე მეტ ჯარისკაცს დაკარგავს. ამ პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ მარტიც იმ თვეებს შორის იყო, როცა რუსეთში მოხალისეთა რეკრუტირება ბრძოლის ველზე დანაკარგებს ნაკლებებზე ნაკლები იყო. დადასტურებული რუსული დანაკარგები 2026 წლის იანვრიდან მარტამდე 89000 შეადგენდა, როგორც United 24 მედიამ 1 აპრილს გაავრცელა. რეალური რიცხვი სავარაუდოდ ბევრად უფრო მაღალია, შესაძლოა 100,000-საც კი აჯარბებდეს, რადგან ეს მხოლოდ ის დანაკარგებია, რომლებიც უკრაინამ ვიდეო კადრებში დაადასტურა. იგივე პერიოდში რუსეთმა მხოლოდ 80,000 ახალი ჯარისკაცი აიყვანა, იმავე წყარო იუწყება. ეს ნიშნავს, რომ ის ბევრად ჩამორჩება მიზანს, 2026 წლის ბოლომდე 49000-ის აყვანას და მიზანს ვერ აღწევს, მაშინ როცა მისი დანაკარგების რაოდენობის რაოდენობა იზრდება. ეს ყველაფერი პუტინისთვის ცუდია. მაშ როგორ უპასუხა რუსეთის მარცხიანი პრეზიდენტმა? თუ ფიქრობთ, რომ ეს შეცვლის რუსეთის მიდგომას, ან გააკეთებს რამეს, რაც შეიძლება შეაბრუნოს დანაკარგების დინება ბრძოლის ველზე და მის საკუთარ ტერიტორიაზე, მაშინ ბოლო 4 წლის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდით. პუტინს ახალი იდეები არ აქვს. მაგრამ რაც მას და მის კრემლის თანამზრახველებს აქვთ, ეს მუქარებია. სასაცილოდ რუსეთმა შეხედა იმ ქაოსს, რაც 2026 წლის მარტი აღმოჩნდა და გადაწყვიტა, რომ ახლა იდეალური დროა უკრაინას უთხრას, რომ დონბასი უნდა დათმოს. მარტის 31-ს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას აცნობა, რომ მომდევნო ორ თვეში უნდა გაიყვანოს თავისი ძალები დონბასიდან. პუტინის პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს მოთხოვნა და განაცხადა, რომ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინელი ჯარისკაცების გულისთვის, რათა გადაარჩინოს ისინი იმ საშინელებას, რასაც რუსეთი აპირებს. პუტინი იმავე ომს უყურებს, რასაც ყველა დანარჩენი. რუსეთს უკრაინის ომში ყველაზე მძიმე თვე ჰქონდა 2026 წლის მარტში და ახლა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის მოთხოვნის წამოყენები წამოაყენოს. დონბასიდან გაიყვანეთ ჯარები და რუსეთი დაგპირდებათ, რომ შეწყვეტს რეკორდული რაოდენობის ჯარისკაცებისა და საჰაერო თავდაცვის დანაკარგს. ასევე დიდ სულოვნად მოგცემთ უფლებას უკრაინამ შეწყვეტოს ჩვენი ნავთობის ინფრასტრუქტურისა და ქარხნების დაბომბვა. ეს აბსურდული მოთხოვნაა და აჩვენებს, რამდენად მოწყვეტილია კრემლი იმ რეალობას, რაც ხდება ბრძოლის ველზე და მის საკუთარ ტერიტორიაზე. ეს არის რუსული სასოწარკვეთა.
და თუ 2026 წლის მარტი რაიმე მაჩვენებელია, არანაირი გამოყვანა არ იქნება. უბრალოდ უკრაინის არმია, რომელიც აშკარა აღორძინებაშია, რუსეთს კიდევ უფრო მეტი ცეცხლის ძალით დაარტყამს. პოკროვსკი უნდა დაცემულიყო. დონეცკში მდებარე ქალაქი უნდა ყოფილიყო რუსეთის კონტროლქვეშ და ის გამოიყენებოდა როგორც საწესი წერტილი რეგიონის სიღრმეში შეტევებისთვის. მაგრამ ეს ახლა შეიცვალა. პოკროვსკში რაღაც განსაკუთრებული ხდება, რადგან უკრაინამ რეგიონში 3 კილომეტრის სიგრძის გარღვევა მოახერხა. რუსეთი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. მაგრამ მთავარი ამბავი ისაა, რომ პოკროვსკი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რაც ფრონტის ხაზის გასწვრივ ხდება, რადგან ღრმა დარტყმები და კონტრშეტევები უკრაინას მთლიანად აძლევს ინიციატივას. დავიწყოთ იმით, რაც პოკროვსკში მოხდა. 19 მაისს უკრაინის მოხალისეთა არმიის პრესპიკერმა სერგი ბრატიჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეტევითმა ჯგუფებმა შეძლეს ღრმად შეეღწიათ პოკროვსკის რეგიონში, რომელსაც რუსეთი თავის კონტროლქვეშ ყოფად აცხადებს. სასტიკმა შეტევამ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული თავდაცვის ხაზების სიღრმეში 3 კილომეტრამდე წაიყვანა. ხოლო კონტრშეტევების სერია მაჩვენა, რომ უკრაინას იდეალური პასუხი აქვს იმ რეზერვებზე, რომლებსაც ვლადიმირ პუტინი ახლა პოკროვსკის რეგიონში აგზავნის. ეს რეზერვები ცუდად არიან მომზადებულები და არ არიან მზად იმ გამოწვევებისთვის, რასაც უფრო გამოცდილი უკრაინელი მებრძოლები სთავაზობენ. უკრაინამ ახლახან აჩვენა ვლადიმირ პუტინს, რატომ არის ეს პრობლემა, ხოლო ბრატიჩუკმა ის, რაც ახლა მოხდა, ჩვეულებრივ ტაქტიკურ ქმედებებზე მეტად შეაფასა. ბრატუკმა UATV-ს ის გაუმხილა, რაც შეეძლო. თუ პოკროვსკზე ვსაუბრობთ, აშკარა მიზეზების გამო ზუსტ ადგილს ვერ დავასახელებ. მაგრამ აქ თავდაცვის ძალებმა შეძლეს არა მხოლოდ ტაქტიკური კონტრშეტევების განხორციელება, ამას შეიძლება გარღვევის მოქმედებები უწოდოთ, განაცხადა ბრატუკმა და დაამატა, რადგან ზოგიერთ ადგილას ჩვენმა ძალებმა შეძლეს 3 კილომეტრით შეეღწიათ რუსი ოკუპანტების თავდაცვის სიღრმეში. შემდეგ მან გააჟღერა ბოლო მესიჯი, რომელიც პუტინს ყველაზე ნაკლებად სურდა მოესმინა და ოპერაცია გრძელდება. როდესაც რუსეთი ცდილობს დონეცკს მიანიჭოს პრიორიტეტი, უკრაინა იწყებს ჭკვიანურ კონტრშეტევებს იმ რეგიონებში, სადაც პუტინის ძალები ყველაზე სუსტია. ეხლა ჩანს, რომ პოკროვსკი ერთ-ერთი ასეთი რეგიონია და თუ ბრატუკი მართალია, ის რაც ახლახან ვიხილეთ, ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ეს არის საწესი წერტილი, უფრო მეტი ოპერაციისთვის, რომელსაც უკრაინა გამოიყენებს, რათა უფრო ღრმად შეიჭრას რუსეთის თავდაცვით ხაზებში, რაც თავის მხრივ დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, რასაც პუტინი დანარჩენი დონეცკისთვის გეგმავს. და კიდევ რაღაც არის. უკრაინის 413 უპილოტო სისტემების ძალების პოლკისგან, რომელსაც ასევე რეიდის პოლკს უწოდებენ, ცოტა წარმოდგენა მივიღეთ, თუ როგორ გამოიყურებოდა უკრაინის შეტევა პოკროვსკის მიმართულებით. პოსტში X-ზე რეიდმა გააზიარა ვიდეო, სადაც მათი ერთ-ერთი დრონი პირდაპირ ურტყამს რუსულ სარდლობის პუნქტს, რომელიც პოკროვსკში მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებში იყო ჩამალული. ვიდეო საინტერესოა. როგორც თითოეული დრონი მიხვება წინა დრონს, ვხედავთ როგორ ინგრევა სარდლობის პუნქტი იმ დონემდე, რომ ბოლოს მხოლოდ ცეცხლმოგიდებული ნანგრევი რჩება. პრეიდის თქმით, აღნიშნულ სარდლობის პუნქტს რუსეთის ფედერაციის 51 არმიის მე-9 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, ანუ SMRB იყენებდა. და ის განზრახ იყო განთავსებული მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებში, რადგან რუსეთს ეგონა, რომ ასე სარდლობის პუნქტის აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა. რუსეთი შეცდა. რეიდის განცხადებით, 51 არმიის 9 SMRB-ს სარდლობის პუნქტის განადგურება მტრის შესაძლებლობებს შეასუსტებს დონბასში შეტევითი მოქმედებების დაგეგმვისა და კოორდინაციის კუთხით. ეს მცირე მინიშნებაა, თუ რატომ არის უკრაინის შეტევა პოკროვსკის მიმართულებით ასეთი მნიშვნელოვანი. მაგრამ რაც პუტინს ნამდვილად გაანადგურებს, არის ის, რომ ბრატუკი ამხელს, რომ უკრაინის კონტრშეტევა პოკროვსკში მხოლოდ ერთ-ერთი მსგავს ოპერაციას წარმოადგენს, რომლებიც დონეცკის მასშტაბით მიმდინარეობს. პოკროვსკის მიღმა უკრაინული ძალები მიიწევენ მირნირადის, ლიმანისა და კონსტანტინოვკის მიმართულებებით, სადაც ისინი ნელ-ნელა აბრუნებენ იმ ტერიტორიებს, რომელთა აღებასაც პუტინის ძალებს თვეები დასჭირდა. ეს კამპანია მთელი დონეცკის მასშტაბით მოქმედებს, რადგან უკრაინა ანგრევს რუსულ ხაზებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა უკანა ზურგად ითვლება, რაც აფერხებს რუსეთის მცდელობებს კიდევ უფრო შეიჭრას დონეცკში. მაგრამ მოიცადეთ ერთი ძამით. შეიძლება ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შესაძლებელი იყოს. პოკროვსკი დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინა რუსეთს, ახლა კი თითქმის 2026 წლის ნახევარზე ვართ. ნამდვილად ეს რეგიონი მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ზუსტად ასე უნდა პუტინს და მის თანამზრახველებს რომ გეფიქრათ. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთულია. რუსეთი მართლაც აცხადებს, რომ პოკროვსკი მის ხელშია. კრემლი ამ განცხადებას უკვე გარკვეული დრო აკეთებს. ჯერ კიდევ მაშინიდან, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფთავის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 2025 წლის 1 დეკემბერს განაცხადა, რომ პოკროვსკი რუსეთის კონტროლქვეშ იყო. გერასიმოვი იმდენად მონდომებული იყო ამ ამბის გავრცელებაში, რომ კრემლმა ეს ტელეგრამზეც კი გამოაცხადა და მან ეს ამბავი პირდაპირ პუტინსაც მოახსენა. სულაც არა შემთხვევით პოკროვსკის აღების შესახებ რუსეთის ამბავი ზუსტად იმ დროს გავრცელდა, როცა პუტინს შეეძლო ეს რამდენიმე დღეში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ბერკეტად გამოეყენებინა. დიდი დრო არ გასულა, რომ რუსული ტყუილები გამოაშკარავდა. გერასიმოვის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ რუსეთს პოკროვსკი სრულად დაკავებული ჰქონდა.
ASW-მ ასევე ეჭქვეშ დააყენა, თუ პოკროვსკი მართლაც დაეცემოდა, იქნებოდა თუ არა ეს ქალაქი ისეთი კარგი ბაზა რუსეთის დანარჩენი გეგმებისთვის დონეცკში, როგორც პუტინი ამტკიცებდა. იმ დროს უკრაინას ჯერ კიდევ ჰქონდა გამაგრებული პოზიციები პოკროვსკის დასავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაც ართულებდა რუსეთის მცდელობებს რეგიონში წინსვლისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი 2025 წლის ბოლოს იყო მოხსენებული. მას შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო მეტი პროგრესი აჩვენა და პოკროვსკის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინისთვის არანაირი ილუზია აღარ არსებობს, მაგრამ ეს სიტუაცია არც ისეთი მარტივი და ცალსახაა, როგორც რუსეთს უნდა რომ გამოჩნდეს. ამ რეგიონში ბრძოლები კვლავ გრძელდება, ისევე როგორც იმ ქალაქში, რომლის კონტროლსაც რუსეთი ამტკიცებს. ჩვენ ეს ვიცით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის განცხადებების მიხედვით, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთმა პოკროვსკის მიმართულებით დაახლოებით 99,000 ჯარისკაცი მოაგროვა, რაც უკრაინაში ფრონტის მთელ ხაზზე ყველაზე დიდი რუსული დაჯგუფებაა. ეს მართლაც ძალიან ბევრი ჯარისკაცია. მაგრამ ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებიც უნდა იყვნენ თავმოყრილნი დონეცკის ციხესიმაგრის ხაზთან და განსაკუთრებით კონსტანტინიუკის ქალაქთან. ის ფაქტი, რომ ისინი პოკროვსკის რეგიონში არიან თავმოყრილნი, ორ რამეს გვეუბნება. პირველ რიგში პოკროვსკი არ არის ისეთი კარგი ბაზა ახალი შეტევების დასაწყებად, როგორც პუტინი ამტკიცებდა. თუ ასე იქნებოდა, ეს 99,000 ჯარისკაცი ბევრად ღრმად შეიჭრებოდა დონეცკში და პუტინს მის დეკლარირებულ მიზანთან სექტემბრამდე დონბასის აღებასთან უფრო დაახლოებდა. ეს შეუძლებელ ვადად ჩანს, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინა პოკროვსკში კონტრშეტევაზე გადადის. და მეორე, ჯარების კონცენტრაცია პოკროვსკში გვიჩვენებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია პოზიციების დაკარგვით. რუსეთი თავდაცვით ხაზებს აწყობს რეგიონში, რომელსაც სრულად კონტროლირება დაცხადებს, რადგან იცის, რომ ამ კონტროლის ნაწილი ბევრად სუსტია, ვიდრე რუსეთს სურს აღიაროს. ეხლა კრემლს არაფრის აღიარება არ სჭირდება. უკრაინამ უბრალოდ აჩვენა მსოფლიოს, რომ პოკროვსკში პროგრესის მიღწევა შეუძლია. ასე რომ პოკროვსკში სიტუაცია რუსეთისთვის ისეთი კარგი არ არის, როგორც კრემლი ამტკიცებს, მაგრამ ყველაფერი ბევრად უარესად გამოიყურება, როცა ხაზებს მიღმა მიმდინარე მოვლენებს დააკვირდებით. 3 კილომეტრიანი კონტრშეტევა უკრაინისთვის შესანიშნავი ამბავია. ეს აჩვენებს, რომ რუსეთის დონეცკის თავდაცვაში არსებობს სისუსტეები, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული. მაგრამ ამ პრობლემის უკან ბევრად უფრო დიდი საკითხი დგას. სანამ ამაზე უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან ინფორმაციას იღებთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი ხართ. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვაშლით ყველაფერს დეტალურად. პუტინის ბევრად უფრო დიდი პრობლემა პოკროვსკში ეს არის. ზურგში განხორციელებული დარტყმები ისეთივე საშიშია, თუ არა უფრო საშიში ვიდრე უკრაინის კონტრშეტევა ფრონტზე. ბრატუკი ამას უსვამს ხაზს და UATV-ს ეუბნება. იყო დარტყმები, დროებით ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, მტრის ლოგისტიკასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, რაც გავლენას ახდენს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობაზე და რუსეთის შესაძლებლობაზე გააგრძელოს აგრესიული ომი. საშუალო მანძილის კამპანიაა ის, რაც რეალურად აზიანებს რუსეთს პოკროვსკში და მთლიანად დონეცკის რეგიონში. სარდლობის პუნქტის განადგურება, რაზეც ადრე ვისაუბრეთ, ამის მაგალითია, მაგრამ საქმე ბევრად უფრო ღრმაა. როგორც Independent აღნიშნავს, უკრაინა დიდ რესურსებს ხარჯავს იმისთვის, რომ შეძლოს დარტყმების განხორციელება ფრონტის ხაზის მიღმა 30-დან 180 კილომეტრამდე მანძილზე. ეს შეტევები მიზნად ისახავს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა სარდლობის პუნქტები, როგორც უკვე ვნახეთ, ასევე სამხედრო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და ლოგისტიკა. ასეთი ტიპის შეტევები ომის მიმდინარეობას მარტო ვერ შეცვლის, მაგრამ ისინი ქმნიან შესაძლებლობებს შეტევებისთვის სხვა ადგილებში. ეს არის ის, რაც სავარაუდოდ ახლახან ნახეთ პოკროვსკში. ახალი თაობის საშუალო მანძილის დრონების გამოყენებით უკრაინამ პოკროვსკის რეგიონში რუსული ზურგი დააზიანა. რუსეთმა მიღებული დარტყმის შედეგად მისი წინა ხაზის ჯარისკაცებმა შესაძლოა დაკარგეს მხარდაჭერა და შესაძლოა კავშირგაბმულობის შესაძლებლობაც მეთაურებთან. ქაოსი იწყება. რუსეთის თავდაცვა ნაკლებად ორგანიზებული ხდება და სწორედ ამ დროს უკრაინის შეტევითი ჯგუფები ახერხებენ დარტყმას, ანადგურებენ გაფანტულ რუს ჯარისკაცებს და ღრმად აღწევენ თავდაცვით ხაზებში. ბრატუკი ამტკიცებს, რომ ეს საშუალო მანძილზე დარტყმები რუსული შეტევების შემცირებას არ გამოიწვევს. შეიძლება ამაში ცდებოდეს, როგორც რამდენიმე წუთში გაიგებთ. მაგრამ თუნდაც მართალი იყოს, მისი მთავარი აზრი ისაა, რომ უკრაინის საშუალო მანძილზე სტრატეგია, როდესაც მას მის კონტრშეტევებსა და დონეცკის სხვა ნაწილებში მოწყობილ ძლიერ თავდაცვებთან აერთიანებს, იწვევს ისეთ ამოწურვას, რომელსაც რუსეთი უბრალოდ ვერ გაუმკლავდება. თუმცა მათთვის პრობლემა განსაკუთრებით გახდა დანაკარგების შევსება, რომელსაც ისინი განიცდიან, ამბობს ბრატუკი რუსეთის ძალებზე დონეცკში. მტრის ყოველდღიური დანაკარგები სტაბილურად აღწევს დაახლოებით 1000 მოკლულსა და დაჭრილამდე. ეს მძიმე დანაკარგებია რუსებისთვის. ისინი იძულებულნი არიან სტრატეგიული რეზერვების სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ, საკუთარი ხუთარი ხვრელების ამოსავსებად, იმის ნაცვლად, რომ ჩვენამდე გარღვევას სცადონ. ჩვენ სავარაუდოდ ეს ისევ პოკროვსკში ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ 99,000 ჯარისკაცის თავმოყრა ამ რეგიონში მასშტაბურია, ეს დიდად არაფერს ნიშნავს შეტევითი ძალისთვის, როცა რუსეთი იმდენ ჯარისკაცს კარგავს, რომ ეს ძალები ხაზებში ხვრელების ამოსავსებად გამოიყენება და არა შეტევების დასაწყებად. მოდით ცოტა ხნით ბრატუკის კომენტარებზე გავამახვილოთ ყურადღება რუსეთის დანაკარგებთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე თვეში გამოქვეყნებული საინტერესო მონაცემები გარკვეულ კონტექსტს ძენს იმას, თუ რამდენად გძიმეა მდგომარეობა რუსეთისთვის.
სირსკის თქმით, რუსეთი ახლა მთელ ფრონტზე 3.5-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე უკრაინა. ეს თანაფარდობა კიდევ უფრო უარესდება რუსეთისთვის, როცა თითოეულ მხარეს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას ვადარებთ. ზოგიერთ დღეს, სირსკის განცხადებით, რუსეთი ყოველ ერთ უკრაინელ დაღუპულ ჯარისკაცზე 7-დან 9 ჯარისკაცამდე კარგავს. ეს თავისთავად აჩვენებს იმ მდგრადობის ნაკლებობას, რაზეც ბრატუკი საუბრობს. დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ, მაშინ როცა დაჭრილებს შესაძლოა გამოჯამრთელება და კვლავ ბრძოლა შეეძლოთ. მაგრამ შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმად ჩავღრმავდეთ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, აპრილში რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა 35,203 დაღუპული ან დაჭრილი შეადგინა. მსგავსი დანაკარგები დაფიქსირდა მარტშიც, რაც ჯამში დაახლოებით 70,000 გვაძლევს. ახლა სირსკის თანაფარდობა ამ ჯამზე გამოვიყენოთ. რაც ხედავთ არის ის, რომ უკრაინამ მარტსა და აპრილში დაახლოებით 20,000 ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულთა ან დაჭრილთა სახით, მაშინ როცა რუსეთმა დაახლოებით 70,000 დაკარგა. და კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, რომ რუსეთი ბევრად უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს დაღუპულთა სახით, ვიდრე დაჭრილთა. 10 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგების 62% უკრაინის მიერ მოკლულებს შეადგენს, ხოლო 38% დაჭრილებს. ასე რომ 2 თვის განმავლობაში 70,000 დანაკარგი ნიშნავს 43,400 ჯარისკაცს, რომლებსაც რუსეთი ვეღარასდროს დაიბრუნებს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის საერთო დანაკარგები იმავე პერიოდში. ბრატუკს როგორც ჩანს აზრი აქვს, რუსეთი ჯარისკაცებს ისეთი სისწრაფით კარგავს, რომ ამას ვეღარ გაუძლებს. და როგორაც შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმად ჩავღრმავდეთ მათემატიკას, რათა გამოვკვეთოთ, რამდენად მძიმეა მდგომარეობა რუსეთისთვის დონეცკში. 8 აპრილს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი დონეცკის რეგიონში ყოველი დაკავებული კვადრატული კილომეტრისთვის 316 ჯარისკაცს კარგავს. ამ რეგიონში დასაკავებლად დაახლოებით 6,000 კვადრატული კილომეტრია დარჩენილი. თუ მდგრადობაზე ვსაუბრობთ, მაშინ აქ მათემატიკა პუტინისთვის პრობლემაა. ამ ტემპით რუსეთს დონეცკის საბოლოოდ დასაკავებლად თითქმის 1,9 მილიონი ჯარისკაცის შეწირვა მოუწევს. პოკროვსკში თავმოყრილი 99,000 ჯარისკაცისთვის მდგომარეობა კარგად არ გამოიყურება. რუსეთი ამ ჯარისკაცებს რამდენიმე თვეში ამოწურავს, შემდეგ კიდევ უფრო მეტი დასჭირდება. დონეცკი მაინც არ დაეცემა. თუ ამას დაუმატებთ იმასაც, რომ უკრაინა პოკროვსკში წარმატებებს აღწევს და ასევე ახორციელებს საშუალო მანძილის დარტყმებს, რუსეთისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. უკრაინამ პოკროვსკში არაჩვეულებრივი რამ მოახერხა. რუსეთი სრულიად მომზადებელი აღმოჩნდა და მომდევნო რამდენიმე თვე მას მძიმე დარტყმები ელოდება. და ამ ყველაფერში ყველაზე უცნაური ის არის, რომ პუტინი კვლავ განაგრძობს თავისი ჯარისკაცების ბრძანებას, რომ პირდაპირ უკრაინასთან ბრძოლაში შევარდნეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოადგილე პავლო პალისა ამბობს, რომ დონეცკი რუსეთის მთავარი ყურადღების ცენტრი იქნება, რადგან წარუმატებელი გაზაფხულის შეტევა ზაფხულში გადადის. პუტინის მიზანი კვლავ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიღწევა, რაც ნიშნავს, რომ მას სჭირდება სტაბილური პოკროვსკი, საიდანაც შეტევებს დაიცვებს და დაცემული ციხესიმაგრეების სარტყელი. მას არც ერთი არ აქვს. ის არც კი ახლოსაა ამ ორი რამის ფლობასთან. მაგრამ პუტინი მაინც გასცემს შეტევის ბრძანებებს, რომლებიც ყოველ თვეს უფრო სუსტდება, რადგან უკრაინა ანადგურებს რუსეთის ზურგს და პოკროვსკში ტერიტორიებს იბრუნებს. რუსეთი გააგრძელებს ზეწოლას, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა ინგრევა. და ეს კარგად გვაბრუნებს ბრატუკის კომენტარებთან რუსეთის მიერ შეტევების დონის შენარჩუნებაზე. ეს შეიძლება არ იყოს ზუსტი. 19 მაისს სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ მიაღწია პარიტეტს რუსეთთან შეტევების რაოდენობის მხრივ და ზოგ დღეებში სწორედ უკრაინა ამ მხრივ წინ. მაგალითად, გუშინ გენერალმა კონკრეტული დღე არ დაასახელა. სიტუაცია იმით გამოირჩეოდა, რომ პირველად ჩვენი შეტევითი მოქმედებების რაოდენობამ გადააჭარბა მტრის შეტევითი მოქმედებების რაოდენობას, განაცხადა სირსკიმ მილუტინოვთან ინტერვიუში. ეხლა სირსკის არ დაუკონკრეტებია, როდის იყო გუშინ. ინტერვიუ გამოქვეყნდა 9 მაისს, მაგრამ შეიძლება მანამდე იყოს ჩაწერილი. მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ უკრაინა უფრო ძლიერად ურტყამს რუსეთს, ვიდრე რუსეთი უკრაინას. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. და ეს უკრაინისთვის წარმოუდგენელი მიღწევაა, როცა რუსეთმა პოკროვსკში 99,000 ჯარისკაცი მოაგროვა. ზეწოლა იწყებს პუტინის ძალებზე მოქმედებას და პოკროვსკში მოპოვებული 3 კილომეტრი იმის მტკიცებულა იმის ეს მტკიცებულებაა, რომ ეს ზეწოლა შედეგს იძლევა. ზელენსკი ასევე ბევრს საუბრობს იმაზე, რასაც ახლა პოკროვსკში, დონეცკში და მთელ საბრძოლო ველზე ვხედავთ. უკრაინის პრეზიდენტმა თავის ხალხთან 19 მაისის ყოველდღიურ მიმართვაში თქვა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება იცვლება. ამ თვემ დინამიკის ცვლილება მოიტანა ჩვენს სასარგებლოდ, უკრაინის სასარგებლოდ. ჩვენ უფრო მეტ პოზიციას ვიკავებთ და მეტ ზიანს ვაყენებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუსეთზე ჩვენი შორი მოქმედების დარტყმების გავლენა. ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ მან დაამტკიცა უკრაინის შორი მოქმედების გეგმები ივნისისთვის. მოგვიანებით დაუბრუნდებით, რატო არის ეს მნიშვნელოვანი, მას შემდეგ რაც გამოყოფთ კიდევ ერთ ცვლილებას უკრაინის ომში. მიმდინარეობს სამხედრო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის კიდევ უფრო ძლიერ საბრძოლო ძალად გადაქცევას, ვიდრე ის უკვე არის. მილუტინოვიშთან ინტერვიუში სირსკიმ თქვა, რომ იქნება ახალი კონტრაქტები. უკრაინის ჯარისკაცებს შესთავაზებენ უფრო მარალ ანაზღაურებას და შემუშავდება უკეთესი მექანიზმები იმ ჯარისკაცების სამსახურიდან გათავისუფლებისთვის, რომლებმაც თავიანთი კონტრაქტი უკვე შეასრულეს.
განსაკუთრებით მეტი ფინანსური წახალისება მიეცემათ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაზე გადაუდებლად შესავსებ პოზიციებზე მსახურობენ ბრძოლის ველზე, რაც მორალზე დადებითად იმოქმედებს. უკრაინის შეტევა პოკროვსკში და მისი კონტრშეტევების სხვა მიმართულებებზე უკვე ქმნის ამაღლებულ განწყობას, რადგან უკრაინა გრძნობს, რომ ინიციატივა მის მხარეს გადადის. ეს რეფორმები იდეალურად იყო დაგეგმილი, რათა უკრაინას თავისი წარმატებები გაემყარებინა. ახლა კი ღრმა დარტყმები, რა ხდის მათ ასეთ მნიშვნელოვანს. ზელენსკი ასე ძალიან ცდილობს გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ მან დაამტკიცა უკრაინის ღრმა დარტყმების კამპანიის გეგმების. რეგმები, რადგან ეს ზუსტად ეხმიანება იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რუსეთის ძალების ეტაპობრივად შესუსტებას მის უკანა ხაზებში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშუალო რადიუსის დრონები ანგრევენ იმ მხარდაჭერის სისტემას, რომელიც პუტინის ფრონტისპირა მარიონეტებს სჭირდებათ, რაც უკრაინას აძლევს შესაძლებლობას გლებლობას განახორციელოს ისეთი კონტრშეტევები, როგორიც ახლა პოკროვსკში ვხედავთ. თუმცა უფრო ფართო სურათი მოიცავს უკრაინის დარტყმებს უშუალოდ რუსეთის სიღრმეში. უკრაინის თავდასხმები რუსეთის გულში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. პოკროვსკის გარღვევამდე უკრაინამ ასობით დრონი გაუშვა მოსკოვისა და რუსეთის ძირითადი ტერიტორიის მიმართულებით. მათ შორის დარტყმა პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინიდან 1500 კილომეტრითაა დაშორებული და მაისში რამდენჯერმე იქნა დაზიანებული. უკრაინის შორმანძილზე განხორციელებული კამპანია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ატლანტიკურმა საბჭომ მაისის 19 სტატიაში განაცხადა, უკრაინა დრონების ომში იმარჯვებსო. უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე შეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა მიიღოს მოგება თავისი ყველაზე ძვირფასი პროდუქტისგან. გარდა ამისა, პრობლემები შეუქმნა საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების უკრაინაში მოქმედ ჯარებამდე მიწოდებაში. ყოველი შეტევა საჰაერო თავდაცვის სისტემაზე ოკუპირებულ უკრაინაში ხსნის საჰაერო მარშრუტებს, რომლებსაც უკრაინა გამოეტანებს რუსეთის წინააღმდეგ მეტი შეტევის განსახორციელებლად. და უკრაინის FPV დრონებსაც კი გაზრდილი აქვთ მოქმედების რადიუსი. ზოგიერთი მათგანი 70 კილომეტრზე მეტ მანძილზე აღწევს, რათა რუსეთის ხაზებს მიღმა მიიტანოს დარტყმა. ეს 1000 ჭრილობით გამოფიტვის სტრატეგია და ახლა უკვე ვხედავთ, რომ შედეგს იძლევა. მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავია უკრაინის კონტრშეტევა პოკროვსკში, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ მრავალგზის უკუგდებისა, რაც უკრაინამ 2026 წელს შეძლო. ტერიტორიები სამხრეთსა და აღმოსავლეთში თავისუფლდება. რუსეთის ძალები ფრონტზე სუსტდება, რადგან მათი პირდაპირ მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნადგურდება და უკრაინის შორმანძილზე დარტყმები ძლიერდება. გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის საფუძველი, რომელიც დონეცკის აღებას ისახავდა მიზნად, მთლიანად ჩამოიშალა. უკრაინა ახლა რუსულ ფრონტს არღვევს და შესაძლოა ახლა ვხედავდეთ ფართო კონტრშეტევის დასაწყისს, რომელიც პუტინს იმ უსარგებლო ტაქტიკოსად წარმოაჩენს, როგორიც სინამდვილეშია. არ აქვს მნიშვნელობა, პუტინის საითაც არ უნდა გაიხედოს. იქნება ეს დრონები, ფრონტზე განხორციელებული შეტევების რაოდენობა, თუ დაკავებული ტერიტორიების მოცულობა. უკრაინა მაინც ლიდერობს. და ახლა რუსეთის ლიდერმა იცის, რომ მისი დედაქალაქიც კი უსაფრთხო აღარ არის. მალა ტოკმაჩკა, პატარა სოფელია უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში. ის მხოლოდ 3 კვადრატული მილი, ანუ 8 კვადრატული კილომეტრია ზომით და ომამდე აქ დაახლოებით 3000 ადამიანი ცხოვრობდა. ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავ პატარა უკრაინულ დასახლებას შორის, რომლებიც კრემლის საომარი მანქანის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ. თუმცა სხვებისგან განსხვავებით, მალა ტოკმაჩკა არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსები უკვე 4 წელზე მეტია ყველა ძალასა და რესურსს იყენებენ ამ ადგილის წინააღმდეგ. ეს პატარა ქალაქი, რომლის შესახებაც თითქმის არავის სმენია მსოფლიოში, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ალყის ადგილად იქცა. იგივე ქალაქი რუსეთისთვის ყველაზე სამარცხვინო ჩიხად იქცა ფრონტის ხაზზე. როგორ მოხდა ეს? ამის გასაგებად უნდა გადავხედოთ მალა ტოკმაჩკას სრულ ისტორიას და გავიგოთ, რამ გახადა ეს ადგილი კრემლის ძალებისთვის ასეთი რთული დასაპყრობი. ცენტრალური ზაპორიჟიის პოლიჰის რაიონში მდებარე ეს ადგილი ომებსა და ტრაგედიებს არაერთხელ შეხვედრია. ის დაარსდა მე-18 საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის პერიოდში, სხვადასხვა წარმოშობის მოსახლეების მიერ, რომლებიც კიევის, ჩერნიგის, ჩერნიგოვის და პოლტავის რეგიონებიდან ჩამოვიდნენ ახალი ცხოვრების დასაწყებად და უკეთესი მომავლის საძიებლად. შემდეგი საუკუნეების განმავლობაში სოფელმა იხილა პირველი მსოფლიო ომის საშინელებები და უკრაინის დამოუკიდებლობის ომის სისხლიანი ბლიანი ბრძოლები, რის გამოც რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. მალა ტოკმაჩკამ ასევე გადაიტანა ჰოლოდომორი, რომელიც ცნობილია როგორც უკრაინის შიმშილი. უკრაინის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომლის დროსაც დაახლოებით 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელი დაიღუპა. მათგან 281 ამ სოფლის მცხოვრები იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ტერიტორია ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, სანამ საბოლოოდ წითელი არმია გაათავისუფლებდა მას, რის შემდეგაც სოფლის გადამჩენელი ჯარისკაცების პატივსაცემად მონუმენტი აიგო. თუმცა ამ ყველაფერს ვერაფერი მოამზადებდა მალა ტოკმაჩკას იმაზე, რაც შემდეგ მოხდა. ამ ყველა სირთულის მიუხედავად ამ პატარა ქალაქმა შეძლო გადარჩენა და გარკვეულწილად განვითარებაც კი. უკრაინული სოფლების ყვალობაზე ეს საკმაოდ წარმატებული სოფელი იყო, თავისი ადგილობრივი მრეწველობით, ინფრასტრუქტურით და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასჯელ ახსრულების დაწესებულებით, რაც სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს ქმნიდა სოფლის მცხოვრებლებისთვის.
მაგრამ როცა 2022 წელი დადგა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში დაიწყო, მალატოკ-მაჩკა მალევე გაიზიარა იგივე მძიმე ბედი, რაც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ბევრ სხვა უკრაინულ დასახლებას. ის რუსებმა თავდაპირველი შეტევის დროს დაიკავეს. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მხოლოდ რამდენიმე თვეში მოახერხეს რუსების გაყვანა, სოფლის ტანჯვა შორს იყო დასრულებისგან. 2022 წლის ივნისში, ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში, რუსულმა არტილერიამ სოფელი დაბომბა. მრავალი შენობა, რომელიც 10 წლების განმავლობაში იდგა, ერთ წამში განადგურდა. მაგალითად, სოფლის საბჭოს შენობა რუსული საარტილერიო ცეცხლით განადგურდა, ხოლო პენიტენციური დაწესებულება სულ რამდენიმე კვირაში სერიოზულად დაზიანდა. დიდი დრო არ გასულა, რომ სოფლის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა, რადგან ადგილობრივები სიცოცხლის გადასარჩენად გაიქცნენ. მალე აზზე ნაკლები ადამიანი დარჩა, ძირითადად ისინი, ვინც ძალიან მოხუცი ან ავადმყოფი იყო ევაკუაციისთვის, ან უბრალოდ არ სურდა მთელი ცხოვრების სახლთან განშორება. როდესაც რუსულმა ძალებმა სწრაფად დაიკავეს ტერიტორიები ზაპოროჟიეს რეგიონში, მალატოკ-მაჩკა ფრონტის ხაზიდან მხოლოდ 1 მილში იყო, ამიტომ მალევე გახდა კრემლის ჯარების მთავრის სამიზნე. მათ აიღეს კონტროლი სხვა ახლომდებარე დასახლებებზე და გარკვეული დროის განმავლობაში ჩანდა, რომ მალატოკ-მაჩკას დღეები ნამდვილად დათვლილი იყო. მაგრამ 2023 წლის მაისისთვის სოფელი თავისი ძველი სახის მხოლოდ ჩრდილი იყო. მოხსენებებში აღნიშნულია, რომ მალატოკ-მაჩკას ცენტრალური მოედანი რუსული ჭურვებისგან იყო დაჩხლეტილი. ქუჩებში ნამსხვრევები ეყარა და სკოლის ფასადი ფაქტობრივად აფეთქებული იყო. დარჩენილ ხალხს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე უწევდა ცხოვრება. მათი სახლების ბევრი რუსული საბრძოლო მასალით იყო განადგურებული და მათ დროის უმეტეს ნაწილს სარდაფებში, თავშესაფრებად ქცეულ ადგილებში დამალვაში ატარებდნენ. ხოლო 9 მილის, ანუ 15 კილომეტრის დაშორებით რუსებმა პოლოჰის ქალაქი დაიკავეს და დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია და ბავშვების კრემლის ეგრეთ წოდებული რეაბილიტაციის ბანაკებში გაგზავნა. ჩანდა, რომ მალატოკ-მაჩკასაც მსგავსი ბედი ელოდა და რუსეთის მეთაურები სოფელს სავარაუდოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილად მიიჩნევდნენ. რადგან ის 2 ხივიდან მხოლოდ დაახლოებით 1 მილის დაშორებით იყო და დაახლოებით 23 მილი, ანუ 37 კილომეტრი ზაპორიჟიადან. ამ ადგილის კონტროლის დამყარება რუსებს მისცემდა შესაძლებლობას შეექმნათ დასაყრდენი პუნქტი, საიდანაც შეძლებდნენ უფრო დიდ და მნიშვნელოვან მიზნებზე შეტევას და ზეწოლის გაზრდას რეგიონის დედაქალაქზე. მაგრამ შემდეგ 2023 წლის ივნისში ყველაფერი შეიცვალა. პირველი შეჭრისა და ბრძოლის წლის გადატანის შემდეგ, ასევე დასავლელი მოკავშირეებისგან ძლიერი ახალი იარაღის მიღების შედეგად, უკრაინის ძალებმა შეძლეს დიდი კონტრშეტევის ორგანიზება, რომლის მიზანიც იყო რუსების უკან დახევა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს კონტრშეტევა განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო სამხრეთის რეგიონებში, როგორიცაა ზაპორიჟია, სადაც უკრაინა ცდილობდა ფრონტის ხაზი უფრო შორს გაეწია დიდი ქალაქებიდან და შეეჩერებინა კრემლის წინსვლა. დასაწყისში საქმე კარგად არ წარიმართა. მართლა ასე იყო. პირველი შეტევა, რომელიც უკრაინის 47 საასალტო ბრიგადამ და 33 მექანიზებულმა ბრიგადამ განახორციელეს, ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდა. უკრაინის ერთ-ერთი ტანკის კოლონა ანტიტანკური რაკეტებით დაიბომბა, როცა ცდილობდა გაევლო ნაღმებით მოფენილი ველი მალატოკ-მაჩკასთან ახლოს. მოხსენებებმა აჩვენა, რომ შეტევის დროს უკრაინის 25-მდე მანქანა ან დაზიანდა, ან განადგურდა, მათ შორის მინიმუმ 5 გერმანული ლეოპარდ 2 ტანკი. ამან მედიასა და სამხედრო ანალიტიკოსებში შეშფოთების ტალღა გამოიწვია. ბევრს ეშინოდა, რომ უკრაინის გახმაურებული საზაფხულო კონტრშეტევა ჩავარდებოდა, სანამ ჯერ კიდევ დაიწყებოდა. საბედნიეროდ ისინი შეცდნენ. უკრაინამ ძალები ხელახლა მოაგროვა, ორგანიზება გაუკეთა და შეძლო ზოგიერთი დაზიანებული მანქანის აღდგენაც კი. შემდგომ დღეებსა და კვირებში უფრო ფრთხილი და გააზრებული სტრატეგიის გამოყენებით, მათ მალე დაიწყეს გარკვეული წარმატების მიღწევა. ბრიგადის გენერალმა ოლექსი ხრომოვმა განაცხადა, რომ შეტევის დაწყების შემდეგ ქვეყნის ძალებმა მალატოკ-მაჩკასთან თითქმის 2 მილით წინ წაიწიეს. მათ ვერ შეძლეს რუსების იმდენად უკან დახევა, როგორც სურდათ, მაგრამ მაინც მოახერხეს ფრონტის სტაბილიზაცია და სოფლის ნტრისხრის ხელში ჩავარდნის თავიდან აცილება. ამის შემდეგ დაიწყო პოზიციური ბრძოლების ხანგრძლივი პერიოდი, რომლის დროსაც ორივე მხარე ერთმანეთს პერიოდულად უტევდა და ამოწმებდა, მაგრამ სერიოზული გარღვევები ან წინსვლა არ მომხდარა. რუსები კვლავ ცდილობდნენ მალატოკ-მაჩკას აღებას და ყველაფერს აკეთებდნენ ამ მიზნის მისაღწევად. იყენებდნენ ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, შტურმის ჯგუფებსა და დრონებს, ომის მიმდინარეობისა და განვითარებასთან ერთად, მაგრამ ეს არასოდეს იყო საკმარისი. რატომ იყო ასე? სამხედრო ანალიტიკოსები მალატოკ-მაჩკას უკრაინული დაცვის 2 მთავარ მიზეზს ასახელებენ. პირველი მიზეზი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარედან შეიძლება პატარა და უბრალო სოფლებს ჰგავდეს, მალატოკ-მაჩკას მსგავსი ბევრი სოფელი რეალურად რუსეთისა და უკრაინის ომში გამაგრებულ ციხე-სიმაგრეებად იქცა. მართლა მთელი ფრონტის ხაზის გასწროი მსგავსი ისტორიები იყო სოფლებზე, რომელთაგან ზოგიერთი რუკაზე ძლივს შესამჩნევი წერტილებია. მხოლოდ ერთი გზის და მის ორივე მხარეს რამდენიმე ათეული სახლისგან შედგება, მაგრამ რუსეთისთვის მათი აღება საოცრად რთული აღმოჩნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მალატოკ-მაჩკა გამონაკლისი არ არის, ის ტენდენციის ნაწილია.
უკრაინამ იპოვა გზები, რომ ეს ადგილები თითქმის გაუვალი გაეხადა. მაგალითად, მათ დანაღმეს მინდებარე მინდვრები, რაც რუსებს აიძულებს აშკარა და პროგნოზირებადი მარშრუტებით შევიდნენ სოფლებში. მათ ასევე ეფექტურად გამოიყენეს დრონები, განსაკუთრებით ომის მოგვიანებით ეტაპზე, რათა მტრის ჯარისკაცებისა და ტექნიკის გადაადგილება გაეკონტროლებინათ. მათ შეუძლიათ ეფექტურად აღკვეთონ რუსული შეტევები და შესაბამისად მოაწყონ თავიანთი თავდაცვა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდი ნაწილი განადგურებულია, სოფელი ძლიერ არის გამაგრებული. მაგალითად, ძველი სახლები და დაჩები გადაკეთებულია უსაფრთხო ბუნკერებად, ხოლო ვიწრო ქუჩებში შექმნილია შევიწროებული გასავლელებები, რაც შემოჭრილი ძალისთვის შეტევის ნებისმიერ მცდელობას მნიშვნელოვნად ართულებს. მეორე დიდი უპირატესობა, რომელიც მალატოკ მაჩკას სასარგებლოდ მუშაობს, მისი გეოგრაფიაა. სოფელი თითქმის მთლიანად შემოსაზღვრულია მაღლობებით და მიუხედავად იმისა, რომ ომმა საუკუნეების განმავლობაში ბევრი რამ შეცვალა, ერთი ჭეშმარიტება ყოველთვის უცვლელი დარჩა. რომელი მხარეც მაღლობზე დგას, უპირატესობაც მას აქვს. რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ არმიებმა შექმნეს წარმოუდგენელი ახალი იარაღი და თავდაცვის სისტემები, მათ ფიზიკის კანონები არასდროს შეუცვლიათ. როცა მაღალ პოზიციაზე ხარ, შეგიძლია გარშემო უფრო შორს დაინახო, რაც ბევრად ამარტივებს მტრის შემჩნევას და მათზე შეტევას, მანამ სანამ ძალიან მოგიახლოვდებიან. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ კრემლის მეთაურებისთვის შეუძლებელია მალატოკ მაჩკაზე რაიმე სახის მოულოდნელი შეტევის დაგეგმა. უკრაინის დამცველები ყოველთვის ორი ნაბიჯით წინ იქნებიან მათზე, артиლერიით, დრონებით და სხვა თავდაცვით საშუალებებით მზად იქნებიან, რომ ნებისმიერ მცირე მოძრაობაზე მხისიერად დაარტყან. და სწორედ ასე განვითარდა მოვლენები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, 2023 წლის მეორე ნახევრიდან მთელი 2024 წლის განმავლობაში და 2025-შიც. შემდეგ სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა და სოფლის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სანამ ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ, კიდევ ბევრი რამ არის სათქმელი. თუ military shows-გან სარგებელს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. 2025 წლის მეორე ნახევრისკენ, რამდენიმე თვიანი წარუმატებელი შეტევებისა ბისა და ფრონტის ხაზზე უმნიშვნელო პროგრესის შემდეგ, რუსეთის სარდლებმა გადაწყვეტეს, რომ ცვლილების დრო იყო. მათ ორგანიზეს ახალი მასშტაბური შეტევა მნიშვნელოვან უბნებში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს უკრაინის სამხრეთზე და კიდევ უფრო მეტად ზაპოროჟიეს რეგიონზე. ბრძანებები ზემოდან ჩამოვიდა. რუსეთს წინსვლა სჭირდებოდა და თანაც სწრაფად. ეს ყველაფერი იყო ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი, რათა შეექმნათ შტაბ-ეჭდილება, რომ რუსეთი ომს იგებდა და მისი სრული გამარჯვება გარდაუვალი იყო. თეორიულად, ეს კრემლს მოლაპარაკებების დროს ბევრად უფრო ძლიერ პოზიციას მისცემდა, არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ შეერთებულ შტატებთან და ევროპის კავშირთანაც. რაც უფრო მეტ მიწას მოიპოვებდა ქვეყანა, მით მეტი ბერკეტი ექნებოდა მის ხელში. ამიტომ დამატებითი შეტევითი რაზმები შეიკრიბა, რათა წინ წასულიყვნენ. რუსეთის სარდლები იმედოვნებდნენ, რომ ამ შეტევების მასშტაბი საბოლოოდ საკმარისი იქნებოდა უკრაინის თავდაცვითი ხაზების გასარღვევად და იმ მნიშვნელოვანი დასახლებების დასაკავებლად, რომლებიც მათ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ აიღეს, მაგალითად თავად მალატოკ მაჩკა. ამიტომ ოქტომბერსა და ნოემბერში ეს ტერიტორია სულ უფრო ძლიერი შეტევების ქვეშ მოექცა. ერთი მასიური მექანიზებული შეტევა მეორის მიყოლებით ეცემოდა სოფელს, რომელსაც მამაცურად იცავდნენ უკრაინის 118 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის წევრები, რომლებიც მე-10 არმიის კორპუსის შემადგენლობაში არიან. ბრიგადის ერთ-ერთმა პრეს-ოფიცერმა სოფლის მცველები მალატოკმა აჩკას კიბორგებად მოიხსენია, რითაც იგულისხმა ლეგენდარული უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც გმირულად დაიცვეს დონეცკის აეროპორტი 2014 წლის მაისიდან 2015 წლის იანვრამდე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის მთლიანად ალყაში იყვნენ მოქცეულნი და იძულებულნი იყვნენ ებრძოლათ უკიდურეს პირობებში, მათ შორის ნულზე დაბალ ტემპერატურასა და უწყვეტ საარტილერიო დაბომბებში, ამ მამაცმა ჯარისკაცებმა გადარჩენა შეძლეს, რითაც დაიმსახურეს კიბორგების მეტსახელი და სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი უკრაინის სამხედრო ისტორიაში. შესაძლოა ისინი ისეთივე ცნობილები არ იყვნენ, როგორც თავდაპირველი კიბორგები, მაგრამ მალატოკ მაჩკაში და მის მინდებარე ტერიტორიაზე განლაგებულმა საოცარმა სამხედროებმა იგივე განსაკუთრებული სული და განძლეობა გამოავლინეს, რამდენჯერმე მოიგერიეს რუსული შეტევები და შეინარჩუნეს სოფლის კონტროლი. მაგალითად, 2025 წლის 20 ოქტომბერს რუსეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. შეიკრიბა უზარმაზარი ძალა, რომელშიც შედიოდა კრემლის 61-ე მოტომსროლელი პოლკის დანაყოფები, 2 დამატებითი მოტომსროლე-მსროლელი, ასეული და დაახლოებით 26 ერთეული ჯავშან ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ქვეითა საბრძოლო მანქანები, ტაიგერის ტიპის მანქანები და ჯავშან ტრანსპორტიორები, ეგრეთ წოდებული APC-ები. თეორიულად, ესეთი ზომისა და ძალის მქონე ძალას უნდა შეეძლოს მთელი ქალაქის აღება, მით უმეტეს პატარა სოფლის, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად რუსეთის მასშტაბური შეტევა სრული ფიასკო აღმოჩნდა. უკრაინის დამცველებმა პოზიციები გაიმაგრეს და გააკეთეს ის, რაც საუკეთესოდ გამოსდით. მაქსიმალურად გამოიყენეს იარაღი და თავდაცვა რაც ჰქონდათ, რათა მტერი გაენადგურებინათ. დღე დასრულდა 30 რუსი ჯარისკაცის დაღუპვით, სხვები დაიჭრნენ, ხოლო დაახლოებით 21 ერთეული ტექნიკა სრულად განადგურდა. მიუხედავად ამისა, ალბათ სირცხვილის გამო ან უბრალოდ პროპაგანდისტული ტაქტიკის სახით, რუსი ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ მათი მცდელობა წარმატებული იყო.
2026 წლის 16 ნოემბერს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მალატოკ მაჩკა სრულად დაიკავეს, ხოლო თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ სოფელი სრულად გათავისუფლდა და რომ მოსკოვის ძალები კარგად მიიწევდნენ თავიანთი გრძელვადიანი მიზნების მიღწევისკენ. უკრაინამ რა თქმა უნდა უარყო ნებისმიერი მტკიცება იმის შესახებ, რომ მალატოკ მაჩკა დაკავებული იყო. და რამდენიმე დღის შემდეგ რუსი ოფიციალური პირები თითქოს ჩუმად უკან დაიხიეს თავიანთი საწმისი განცხადებიდან, რადგან კვლავ დაიწყეს სოფლის გარშემო მძიმე ბრძოლების შესახებ საუბარი, რაც ზუსტად არ ემთხვევა იმ იდეას, რომ ის სრულად გათავისუფლებულია. როგორც კვირები და თვეები გავიდა, იუწყებიან, რომ კიდევ უფრო მეტი შეტევა განხორციელდა, მაგრამ თითოეული მათგანი უკრაინის დამცველებმა ადგილზე შეაჩერეს. რუსული მედიის წარმომადგენლები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოფელი თითქმის აღებულია და მალატოკ მაჩკას ისტორია სამხედრო ძრეებში უკვე ერთგვარ მემადაც კი იქცა. უკრაინელებმა ინტერნეტში გააერთიანეს კლიპები, სადაც რუსეთის სამხედრო ექსპერტი ამ რაიონში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს. ამავე დროს კი ხუმრობით არნიშნავენ, რომ მსოფლიოს მეორე არმიას ჯერ კიდევ ვერ აუღია სოფელი, სადაც მხოლოდ რამდენიმე ასეული ადავლი ადამიანი ცხოვრობს. ზოგიერთმა რუსულმა უნივერსიტეტმა კი ინდონესაც მიაღწია, რომ სტუდენტებს, რომლებიც მალატოკ მაჩკას დამცინავად ახსენებენ ან გაბედავენ და ქვეყნის სამხედრო წარუმატებლობებზე მიუთითებენ, გარიცხვით დაემუქნენ. მაგრამ მას შეგეშალოთ, ეს მართლაც ისტორიული მასშტაბის მარცხია. 2026 წლის მაისის შუა რიცხვებში United 24 მედიამ აღნიშნა, რომ ამ პატარა სოფლის რუსული ალყა ოფიციალურად 1500 დღეზე მეთხანს გაგრძელდა. ეს მას ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ ალყად აქცევს, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ერთ ადგილზე. მაგალითად, უფრო ხანგრძლივი ვიდრე რომაელების მიერ კართაგენის ალყა, რომელიც დაახლოებით 1100 დღე გაგრძელდა. უფრო ხანგრძლივი ვიდრე გიბრალტარის დიდი ალყა, რომელიც დაახლოებით 1320 დღე გაგრძელდა. უფრო ხანგრძლივი ვიდრე ლენინგრადის, რომის, ალექსანდრიის, იერუსალიმის და კონსტანტინოპოლის ალყები. ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც თითქოს და დიადი არმიები დაუძლებელ ციხესიმაგრეებს ეჯახებოდნენ და დაუსრულებლად აგზავნიდნენ ადამიანებს სიკვდილზე, რათა დაეპყროთ ისინი. თუმცა ამ მაგალითების უმეტესობა დაკავშირებულია უზარმაზარ ქალაქებთან, მასიური ციხის კედლებით, დიდ კარიბჭეებით და დამცველთა ნამდვილ არმიებთან. მათგან ბევრი ასლეულების წინ მოხდა თანამედროვე ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, გამანადგურებელი თვითმფრინავების, დრონებისა და ჰაუბიცების ეპოქამდე, როცა არმიებს ბევრად უფრო მარტივი იარაღებით, მაგალითად მახვილებით, შუბებით, შვილდებით და კატაპულტებით უწევდათ ბრძოლა. და ეს მხოლოდ კიდევ უფრო დამამცირებელს ხდის რუსეთის მცდელობას, აიღოს მალატოკ მაჩკა. ეს არ არის დიდი ქალაქი, ეს არ არის გამაგრებული დედაქალაქი. აქ არ ცხოვრობს 10,000-ობით ადამიანი და მას არ ყავს საკუთარი არმია, რომ დაიცვას თავი. ეს თითქოს უმნიშვნელო სოფელია, დამწვარი, ორმოებით მოფენილი დასახლება, სადაც ძალიან ცოტა შენობაა დარჩენილი. მისი აღება ასეთი რთული არ უნდა იყოს, განსაკუთრებით კი ისეთი არმიისთვის, როგორიც რუსეთისა, რომელსაც წლების განმავლობაში ასეთი საშიში რეპუტაცია აქვს მოპოვებული. მაგრამ ომის დაწყებამდე 10 წლეულებით ადრე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის არმიის ეშინოდათ. მათ აშინებდათ მისი თითქოს უსასრულო ტანკებისა და საბრძოლო მანქანების მარაგი, უზარმაზარი რაოდენობის ჯარისკაცები და თითქმის შეუდარებელი ძალა. ისინი აკვირდებოდნენ და ხედავდნენ, როგორ ამაყობდნენ კრემლის ოფიციალური პირები თავიანთი უახლესი და ყველაზე ძლიერი რაკეტების ინოვაციური შესაძლებლობებით, ან როგორ აჩვენებდნენ ახალ ტანკებს გრანდიოზულ სამხედრო აღლუმებზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ დაუძლეველი რუსული სამხედრო მანქანა თითქმის ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გადაუარებდა თავის გზაზე. მაგრამ ეს მთელი მითოლოგია, მთელი ეს აურა, მთელი ის ძალა, რომლის დემონსტრირებაც კრემლს ასე ძალიან სურდა, ახლა იშლება ჩვენს თვალწინ. რადგან ასეთი ისტორიები ამტკიცებს, რომ რუსული არმია სულაც არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ოდესღაც მსოფლიო ეშინოდა. მას ერთი სისოფლის აღებაც კი არ შეუძლია. მან 4 წელზე მეტი დახარჯა ამ მცდელობაში და ამ პროცესში დაახლოებით 2000 ჯარისკაცი დაკარგა. ასევე ათეულობით ტექნიკა, შესაძლოა ათობით ან ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და პერსონალი. ყველაფერი უშედეგოდ. სოფელი ჯერ კიდევ უკრაინის 118 მექანიზებული ბრიგადის ხელშია. ისინი დღემდე აგრძელებენ გამაგრებას, ჭკვიანურად და სტრატეგიულად იყენებენ დრონებს, ნაღმებს და სხვა საშუალებებს, რათა კვლავ და კვლავ ჭკუითა და ტაქტიკით აჯობონ მოწინააღმდეგეებს. ამასობაში რუსი პროპაგანდისტებიც კი იძულებულნი გახდნენ აღიარონ თავიანთი ქვეყნის სამარცხვინო უუნარობა, კონტროლი დაემყარებინათ ამ ტერიტორიაზე. ერთ-ერთმა მათგანმა კი მალატოკ მაჩკა ტროას ან ვერდენსაც კი შეადარა, ისტორიის ყველაზე ლეგენდარული ბრძოლების ადგილებს. თუმცა სინამდვილეში მალატოკ მაჩკას ერთადერთი ლეგენდარული რამ ის არის, თუ რამდენად კარგად იცავს მას უკრაინა. თუნდაც საბოლოოდ დაეცეს, რაც ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, ეს პატარა სოფელი სამუდამოდ დარჩება ისტორიის წიგნებში, როგორც ადგილი, რომელმაც სამუდამოდ დაამსხვრია რუსეთის სამხედრო უპირატესობის მითი. ეს იყო დასახლება, რომლის აღებაც რუსეთმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა. რუსეთი მაშინ ტყუოდა, ახლა კი დამარცხებულია. უკრაინამ ახლახან გაათავისუფლა სტეპნაჰისკი. ერთ ღამეში იგი რუსული გავლენისგან გაწმინდა, რაც უკრაინის ძალების 2026 წლის უმეტეს პერიოდში ნანახი კონტრშეტევის გენიის შთამბეჭდავი მაგალითია.
მაგრამ ეს უბრალოდ მორიგი გამარჯვება არ არის. სტეპნაჰისკი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებაა, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის ზაპოროჟიეს სრული გათავისუფლების გასაღები. 18 მაისს უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ ანუ ჰურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სპეციალურმა ძალებმა დაასრულეს ოპერაცია, რომელსაც რუსეთი ვერასდროს წარმოიდგენდა. ამ ძალებმა მხოლოდ მცირე ტერიტორია კი არ აიღეს სტეპნაჰისკში, არამედ სრულად დაიკავეს დასახლება, კოორდინირებული შეტევითი ოპერაციების სერიით, რომლებმაც პუტინის თითქმის ყველა მარიონეტი მათი გამაგრებული პოზიციებიდან გააძევეს. რუსეთის ჯარისკაცები გარბოდნენ ნებისმიერი თავშესაფრისკენ, რაც მათ უკრაინის ძალებისგან დაიცავდა. ამ პროცესში მათ სტეპნაჰისკში მნიშვნელოვანი ადგილები უკრაინელების კონტროლს დაუტოვეს. ეს იყო ეპიკური მასშტაბის კაპიტულაცია და მისი დიდი ნაწილი კამერაზეა დაფიქსირებული. ჰურის მიერ ტელეგრამზე გავრცელებული კადრები რუსეთის სტეპნაჰისკში მარცხის ისტორიას გვეხება. ჩვენ ხედავთ უკრაინულ ტანკებს, რომლებიც დასახლებისკენ მიემართებიან გალიებით დაფარულები. ეს გალიები კი შექმნილია იმისთვის, რომ კამიკაძე დრონები აფეთქდეს, მანამ სანამ ისინი ზიანის მიყენებას შეძლებენ. სროლები მიმდინარეობს. ვხედავთ ცეცხლს, რომელიც რუსეთის პოზიციებისკენ არის მიმართული და უკრაინის შეტევითი ძალების მიერ ტანკებიდან და ჯავშან მანქანებიდან კოორდინირდება. ვიდეოს გაგრძელებაში ვხედავთ, როგორ შედის უკრაინის ჯავშან ტექნიკა თავად სტეპნაჰისკში. მიწაზე მყოფი ჯარისკაცები ურბანულ ბრძოლაში ერთვებიან, ეძებენ რუს დივერსანტებს და ანადგურებენ მათ. დრონები ბომბებს აგდებენ, ტანკები კიდევ სროლას აგრძელებენ. ნაწილ-ნაწილ დასახლება კი ავიბრუნება. ეს რუსეთისთვის აუწონავი დანაკარგია. მაგრამ ამ პრობლემის უკან კიდევ ერთი დიდი საკითხი დგას, რადგან სტეპნაჰისკის დაკარგვა ნიშნავს, რომ პუტინის ყველა გეგმა ზაპოროჟიასთან დაკავშირებით მტვერად იქცა. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ჰურს კიდევ ბევრი აქვს სათქმელი იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს მისმა ოპერატორებმა 18 მაისამდე. ჰურმა გაამხილა, რომ ეს ელვისებური ოპერაცია ჭიდრო კოორდინაციით ჩატარდა სხვა უკრაინულ დანაყოფებთან ერთად. მიზანი კი იყო სტეპნაჰისკში სიტუაციის სტაბილიზაცია და იმ რუსი ჯარისკაცების განადგურება, რომლებმაც დასახლების მნიშვნელოვან ნაწილებში თავდაცვითი პოზიციები შექმნეს. უკრაინის გამარჯვების მისაღწევად გამოყენებული იყო საჰაერო დაზვერვისა და ზუსტი ცეცხლის კომბინაცია, როგორც აღნიშნა ვიქტორ ტოკოტიუკმა, რომელიც R10 დანაყოფს მეთაურობდა. დანაყოფს, რომელმაც შესაძლოა ყველაზე დიდი როლი ითამაშა უკრაინის წარმატებაში, სტეპნაჰისკში. კომენტარი გვიჩვენებს, რომ დრონებმა, როგორც ხშირად ხდება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დრონები მიზნებს შეფრენილიყვნენ და ბომბები დაეგდოთ, თუმცა დარწმუნებული ვართ ესეც მოხდა, ამ დრონებმა უკრაინას მისცეს დასახლების საჰაერო ხედვა, როცა მათი ჯარები გადაადგილდებოდნენ და ტერიტორიას იბრუნებდნენ. ტოკოტიუკი აგრძელებს და ამბობს: თითოეული შენობა შემოწმდა, მოულოდნელი საფრთხეებისა და მტრის დარჩენილი ცოცხალი ძალის არსებობაზე. ჩვენ არ გამოურიცხავთ, რომ პერიკლავაც შეეცდება ქალაქში შემოსვლას, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს არ ყოფილა სპონტანური ოპერაცია, ეს იყო განზრახული, კარგად დაგეგმილი და შესრულებაში უკიდურესად მომაკვდინებელი. ამ ყველაფრის შედეგი კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი ელოდა. არა მარტო მისი ჯარები თითქმის მთლიანად გააძევეს სტეპნაჰისკიდან, არამედ უკრაინამ გონივრულად გადაჭრა თითქმის ყველა მომარაგების ხაზი, რომელიც რუსეთს დარჩენილი რამდენიმე შემოპარული ჯარისკაცის მხარდასაჭერად შეეძლო გამოეტენებინა. დასახლებაში შესასვლელი ხიდი განადგურდა. სტეპნაჰისკის აღმოსავლეთით ერთი გზა დარჩა, თუმცა ამ გზის გამოყენება რუსულ ტექნიკას ისეთ გზაჯვარედინზე ატარებს, სადაც ისინი პირდაპირ უკრაინული ცეცხლის ხაზში ხვდებიან. ვლადიმირ პუტინს ახლა სერიოზული პრობლემა აქვს. სტეპნაჰისკში დარჩენილი რამდენიმე რუსი ჯარისკაცი უკვე ჩამოწერილია, მათთვის დახმარება აღარ მოვა. საუკეთესო, რაზეც მათ შეუძლიათ იმედის დამხარება, არის ერთი ან ორი უკრაინელი ჯარისკაცის განეიტრალება, თუმცა რეალობა ისაა, რომ უფრო მეტად დანებება ან განადგურება ელით. თუმცა ვლადიმირ პუტინის უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ უკრაინამ სტეპნაჰისკში მომარაგების ხაზების გადაჭრით რუსეთს პრაქტიკულად შეუძლებელს უხდის ქალაქზე მასშტაბური შეტევის გახორციელებას. რუსეთს კვლავ მოუწევს დივერსანტებზე დაკვრნობა და ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ იმუშავა ამან. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობდა თავისი პოზიციების დაცვას უკრაინის დაუღალავი შეტევის ფონზე, მაგრამ ეს დაცვა სუსტი აღმოჩნდა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი სტეპნაჰისკში თავის დივერსანტებს უკვე დიდი ხანი აღარ ამარაგებს. საუკეთესო, რაც მათ შეძლეს, იყო FPV დრონი, რომელიც უკრაინის ტანკებსა და ჯავშან ტექნიკას ჩასაფრებული ელოდა. ის დრონი ახლოსაც კი ვერ მივიდა. United 24 მედია იუთხება, რომ დრონი იქამდე აღმოაჩინეს და გაანადგურეს, სასანამ რაიმე მიზანს მიაღწევდა. მოიცადეთ ერთი წამით, მხოლოდ ერთი FPV დრონი. ნუ თუ რუსეთს მართლა ეგონა, რომ სტეპნაჰისკის დაცვას მხოლოდ ერთი დრონით შეძლებდა, თუ იქ მყოფი ჯარები იმდენად მომარაგების გარეშე იყვნენ დარჩენილები, რომ ეს დრონი იყო ერთადერთი, რაც მათ შეეძლოთ მოეპოვებინათ. ახლა ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან დასახლება უკვე გათავისუფლებულია და დერუსიფიკაციის პროცესი შეიძლება დაიწყოს. აქ ჩვენ ხედავთ ერთი წლის განმავლობაში რუსების მიერ სტეპნაჰისკის აღების წარუმატებელი მცდელობების მთლიან შედეგს. მთლიანს მრცამას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ავლენს. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მტერი უშედეგოდ ცდილობდა სტეპნაჰისკის ოკუპაციას. ამაში მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავდა, მაგრამ უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიდა, განაცხადა ბუდანოვმა, სანამ უკრაინის მებრძოლებს დამსახურებულად მიუძღვნა ქება.
მადლობას უხდი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერო სამმართველოს სპეციალურ დანაყოფებს და უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფს, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში პროფესიონალიზმი და სიმამაცე გამოავლინეს, პოზიციები შეინარჩუნეს და რუსი ოკუპანტები გაანადგურეს, განაცხადა ბუდანოვმა. შემდეგ მან დაასრულა იმ გზავნილით, რომელიც პუტინს ყველაზე მეტად ადგენს. ეხლა რუსეთს ზაპოროჟიესთვის მუქარის შანსი აღარ აქვს. ამაზე რატო არის მნიშვნელოვანი? მოგვიანებით დავბრუნდებით, მაგრამ ეხლა პრავდა იუწყება, რომ სტეპნაჰისკის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი უკრაინის სამხედროების კონტროლქვეშაა. რუსეთს ალბათ გაუჩნდება ასოციაციები, მაგრამ არა სხვა დიდ გამარჯვებებთან, მაგალითად კუპიანსკის გათავისუფლებასთან, რომელიც 2025 წლის ბოლოს მოხდა. არა, რუსეთი დაინახავს, რაც ახლა მოხდა სტეპნაჰისკში და მიხვდება, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერო სამმართველოს შთამბეჭდავი ოპერაცია იმის პირდაპირი გაგრძელებაა, რაც უკრაინამ სულ რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. 15 მაისს United 24 მედია იტყობინებოდა, რომ უკრაინის ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსული თავდაცვა გაანადგურეს, რის შედეგადაც გათავისუფლა ოდრადნას სოფელი და კიდევ 22 კილომეტრი ტერიტორია. სტრატეგია ნათელია. უკრაინის აქტიური თავდაცვა მთლიანად ეფუძნება რუსული სისუსტეების გამოვლენას და მათ ძლიერ დარტყმას, რათა დასრულდეს რუსიფიკაცია. ჩვენ ეს ხარკოვის რეგიონში 15 მაისს ვიხილეთ და ახლა სტეპნაჰისკშიც ვნახეთ. პუტინს ვერც იმით დაიმშვიდებს თავი, რომ უკრაინის მიერ მიღწეული წარმატება ერთჯერადი ან ორჯერადია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაც მნიშვნელოვანია ისაა, რომ რუსეთის ლიდერი თავის არახში იდირებს, რადგან სტეპნაჰისკში რაც ნახა, არის იმ ნიმუშის ნაწილი, რომელიც აჩვენებს, როგორ ჩაიშალა რუსეთის გრანდიოზული საგაზაფხულო შეტევა, რომელიც მარტის დასაწყისში დაიწყო. უკრაინა უბრალოდ იმ აპრილის წარმატებას აგრძელებს, რომელიც კონტრშეტევების მხრივ ისედაც ძალიან წარმატებული იყო. ომის შესწავლის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს 2 მაისის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ტერიტორიის პირველი წმინდა დაკარგვა განიცადა და მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში რუსეთის კურსკის რეგიონში შეჭრა მოხდა. თუ ამ შეჭრას გამოვრიცხავთ, პუტინისთვის ამბავი კიდევ უფრო მძიმდება. რუსეთს წმინდა ტერიტორიული დაკარგვა არ ქონია უკრაინის 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევიდან მოყოლებული. 2024 წლის აგვისტოს გამოკლებით, მას შემდეგ ყოველი თვე კრემლს შესაძლებლობას აძლევდა, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ ტერიტორიული მიღწევებით მოეწონებინა თავი. აპრილში კრემლი აღარ იქადდა. და როგორც მაისი ვითარდება, როცა უკრაინა სოფლების გათავისუფლებას ახერხებს და პუტინის ძალები დონბასში თავდაცვით კედელს ეჯახებიან, შეიძლება კიდევ ერთი რუსული წმინდა დაკარგვის ზღვარზე ვიყოთ. თუ ასე მოხდება, სტეპნაჰისკი იქნება მთავარი მოვლენა. და ეს, ისევე როგორც უკრაინის მიერ ბოლო თვეებში მიღწეული ყველა სხვა წარმატება, პუტინს აჩვენებს, რომ ბრძოლის ველი უკრაინის სასარგებლოდ იცვლება. ISW ამბობს, რომ ბრძოლის ველიდან მიღებული მონაცემები უკვე გარკვეული დროა მიუთითებს, რომ გარდატეხა უკვე ახლოვდებოდა. რუსეთის წინსვლის ტემპი ბრძოლის ველზე 2025 წლის ნოემბრიდან სტაბილურად იკლებს, რადგან უკრაინის მუდმივი სახმელეთო შეტევები და საშუალო მანძილზე დარტყმებები 2026 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში Starlink-ის ტერმინალების გამოყენების ბლოკირებამ და კრემლის მიერ Telegram-ის შეზღუდვამ კიდევ უფრო გაამწვავა არსებული პრობლემები რუსეთის სამხედრო ძალებში, აღნიშნავს ISW თავის 2 მაისის ანგარიშში. რუსეთს ამ პრობლემებიდან არც ერთის მოგვარება არ შეუძლია. ეხლა როგორც CNN უწოდებს, რუსეთის გამარჯვებების სერია უკრაინაში ოფიციალურად დასრულდა. უკრაინელი ჯარისკაცებიც უკვე იწყებენ ამის შეგრძნებას. მიმდინარეობა შეიცვალა, აცხადებს ოფიცერი სახელად კირილო ბონდარენკო, როდესაც CNN-ს ესაუბრება. ის აღნიშნავს, რომ იმ რუსული ძალები, რომელთაც ახლა უკრაინა ებრძვის, გადაღლილები არიან და მათი მორალი დაცემულია. ხო ეს ხდება მაშინ, როცა პუტინი რუსეთის ყველა ნახევრად ნიჭიერ ჯარისკაცს ამოწურავს. ყველაფერი რაც დარჩა არის არაორგანიზებული, ცუდად მომზადებული მასა, რომელსაც საერთოდ არ უნდა უკრაინაში ყოფნა. სასაკლაოზე გაგზავნილი ხალხი ომს ვერ იგებს, არ აქვს მნიშვნელობა, პუტინს რამდენი ხავს ასეთი. უკრაინამ ახლახან დაამტკიცა, რომ ერთი კარგად კოორდინირებული კონტრშეტევა შეიძლება საკმარისი იყოს, რომ გაანეიტრალოს რუსეთის ძალების მთელი წლის ძალისხმევა. მაგრამ სტეპნაჰისკი მხოლოდ პირველი ნაბიჯია ზაპოროჟიეს დანარჩენი ნაწილისკენ. სანამ ავხსნით რატო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი ვიდეოები. ერთი შეხედვით სტეპნაჰისკი შეიძლება არაფრად მოგეჩვენოთ. ეს პატარა სოფელია, რომლის დაპყრობაც რუსეთის უზარმაზარ არმიას ადვილად უნდა შეეძლოს. აშკარად ამას ვერ ახერხებენ. მაგრამ უკრაინის მიერ ამ დასახლების გათავლების გათავისუფლებასა და დერუსიფიკაციას აქვს შედეგები, რომლებიც ბევრად ცდება ამ სოფლის ფარგლებს. სტეპნაჰისკი გადამწყვეტი იყო პუტინის გეგმებისთვის ზაპოროჟიაში და აი რატო. როდესაც საქმე ეხება ქაოსს, რომელსაც რუსეთი ცდილობს შექმნას ფრონტის ხაზებზე თავისი შეღწევის ჯგუფებით, სტეპნაჰისკი უკრაინისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ დაასტაბილუროს და გაასწოროს ფრონტის ხაზი. უკრაინას ახლა აქვს საკვანძო წერტილი, რომლის გამოყენებითაც შეუძლია უფრო ღრმა შეტევები ორგანიზოს ზაპოროჟიას ოკუპირებულ ნაწილებში. და სწორედ ეს საკვანძო წერტილი დაკარგა რუსეთმა. მანამდე სანამ უკრაინამ სტეპნაჰისკი გაათავისუფლა, სოფელი მზადდებოდა როგორც პოტენციური პლაცდარმი რუსეთის მომავალი შეტევებისთვის ზაპოროჟიაში.
აი რატო დახარჯა რუსეთმა წელიწადზე მეტი დრო ამ დასახლების დასაკავებლად და მაინც ვერ შეძლო მისი აღება. ეს არის პლაცდარმი, საწყისი პოზიცია, რომელიც იდეალურადაა განლაგებული იმისთვის, რომ ვინც სტეპნაჰისკს აკონტროლებს, მას ჰქონდეს ცეცხლის კონტროლი მინდებარე ლოგისტიკურ მარშრუტებზე. გახსოვთ ის გზაჯვარედინი, რომელიც ადრევ ახსენეთ და რომელიც ახლა წარმოადგენს რუსეთის ერთადერთ დარჩენილ გზას სოფელში დაბრუნებისთვის. ეს ის მარშრუტებია, რომლებსაც ახლა უკრაინა არტილერიით დაბომბავს, როცა რუსულ ძალებს სტეპნაჰისკზე შეტევის იძულება მოუწევთ. ეს დასახლება პუტინისთვისაც მნიშვნელოვანია. შეიძლება ამას არ ამბობდეს, მაგრამ 2025 წლის ბოლოს რუსეთის ლიდერმა ნათლად აღნიშნა, რომ ზაპორიჟიის ქალაქში უფრო ღრმად შეღწევა რუსეთის სამხედროებისთვის პრიორიტეტია. 29 დეკემბერს როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლკოვნიკ გენერალმა მიხაილ ტოპლინსკიმ, რომელიც დნიპროს სამხედრო დაჯგუფებაში რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სარდალია, ეს პუტინს უთხრა. რუსეთის ძალები ზაპორიჟიის ქალაქიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში იყვნენ, რომელიც ამ რეგიონის მთავარი სიმდიდრეა და რომლის სახელიც ქალაქს ეწოდა. როიტერსის ინფორმაციით იმ დროისთვის რუსეთს უკვე ზაპორიჟიის ოლქის დაახლოებით 75% ეკავა, მათ შორის რეგიონის ბირთვული ელექტროსადგურიც. მაგრამ ქალაქი ყოველთვის მთავარი მიზანი იყო. და პუტინმა ეს დეკემბერში დაადასტურა, როცა თავის არმიას უბრძანა, გაეგრძელებინათ ზაპორიჟიის აღების მცდელობა. სტეპნორსკი ამ მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის იმ ტიპის საწესი პოზიცია იყო, რომელზეც ადრე ვახსენეთ. ფსიქოლოგიურად ეს რუსეთისთვის დიდი დარტყმაა. სოფელზე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული იერიში წყალში ჩაიყარა, მაგრამ სტრატეგიულად დარტყმა კიდევ უფრო მძიმეა. სტეპნაჰისკის კონტროლის ქვეშ მოქცევის შემდეგ უკრაინა ახლა ზაპოროჟიეს რეგიონში უფრო ღრმად შეღწევაზე მოახდენს კონცენტრირებას, ხოლო ჰულიაპოლა სავარაუდოდ უკრაინის შემდეგი სამიზნე იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ჰულიაპოლას დაბრუნების ზღვარზეა. მალე აგიხსნით რატო, მაგრამ პუტინისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ პლაცდარმი, რომელიც რუსეთის ძალებს ზაპოროჟიეს ქალაქისკენ უნდა გაეყვანა, ახლა უკრაინას შეუძლია გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსეთი აიძულოს ჯარები ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთიდან სხვა მიმართულებით გადაიყვანოს. ეს პუტინისთვის პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ სტეპენახაევსკი გახდა უკრაინის პირველი ნაბიჯი იმ რეგიონის გასათავისუფლებლად, რომელიც შეჭრის დაწყებიდან მუდმივად რუსეთის თავდასხმის ქვეშ იყო. დაუბრუნდეთ ფსიქოლოგიურ დარტყმას, რომელიც რუსეთს მიადენეს. სტეპენახაევსკის საინტერესო შემთხვევაა. 2025 წლის ბოლოსკენ რუსეთი უამრავ კალბგანცხადებას ავრცელებდა დასახლებების დაკავების შესახებ, რაც უკრაინასთან მორიგი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ მზადების ნაწილი იყო. გამოიცანით, რომელი დასახლების დაკავება გამოაცხადა რუსეთმა იმ პერიოდში. სწორია, სტეპენახაევსკი. რუსეთმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ დაიკავა ეს დასახლება. ასევე თითქოს დაიკავა ჰულიაპოლა და კუპიანსკი. ჩვენ ნახეთ, როგორ დასრულდა ეს განცხადებები კუპიანსკში, ახლა ხან ნახეთ, როგორ უარყვეს ისინი სტეპენახაევსკში და ახლა რუსული ძალები ჰულიაპოლაში უნდა ღელავდნენ. ისინი, ვინც შეიძლება დაეჯერებინა რუსეთის განცხადებებისთვის, ასევე გაიფიქრებენ რა ხდება. სტეპენახაევსკი თითქოს დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინათ, რაც პუტინს მეტ ბერკეტს მისცემდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ახლა კი ის სრულად უკრაინის ხელშია. ჩვენ ადრე ვსაუბრობდით იმპულსზე და ეს გათავისუფლება მსოფლიოს აჩვენებს, რომ უკრაინას ქარი აქვს აფრებში. თუ და როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ გაიმართება, უკრაინა შეძლებს მიუთითოს ისეთ დასახლებებზე, როგორიცაა სტეპენახაევსკი და თქვას: ნახეთ, რუსეთი ამტკიცებდა, რომ ეს დასახლება ჰქონდა აღებული. მაშინაც იტყუებოდა და ახლა უკვე იქიდან გამოგდებულია. ასე რომ ნუ მისცემთ პუტინს უფლებას მოგატყუოთ და დაგაჯეროთ, თითქოს რუსეთი ყოვლისძლე სამხედრო ძალაა. ვინ იცის, სტეპენახაევსკმა და მის მსგავსმა დასახლებებმა შეიძლება უფრო დიდი როლი ითამაშონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. თუმცა ვინც დასახლებაში რეალურად მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა, ჯერ კიდევ უკრაინის დერუსიფიკაციის ცდილობებამდე აუცილებლად შეამჩნევდა რუსეთის ტყუილებს. ფებრუარში ან 2 თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც ეს რუსეთმა განაცხადა, რომ სტეპენახაევსკი აიღო, სოფელში მიმდინარე მოვლენების რეალობა გამოაშკარავდა. რუსეთს არაფერი დაუკავებია. სტეპენახაევსკი იმდენად სასიკვდილო ზონად იყო ქცეული, რომ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც დასახლებაში შეჰყავდათ, საშუალოდ 12 წუთს ძლებდნენ, სანამ მათ დაიჭერდნენ და გაანადგურებდნენ. ეხლა როცა უკრაინა აკონტროლებს სტეპენახაევსკს, ასეთი ტიპის სასიკვდილო ზონის შექმნა სხვაგანაც შეიძლება. ნაბიჯ უკრაინა შეძლებს უფრო ღრმად შეიჭრას იმ ნაცრისფერ ზონებში, სადაც რუსეთი ისეთ გამარჯვებებს იბრალებს, რომლებიც რეალურად არ მიუღწევია. ეს გვაბრუნებს იმაზე, თუ რა მოხდება შემდეგ უკრაინის სავარაუდო შეტევაში ჰულიაპოლას მიმართულებით. რუსეთის შეტევა ამ მიმართულებით უკვე ისედაც კარგად არ მიდიოდა. გახსოვდეთ, რუსეთმა უკვე განაცხადა ჰულიაპოლას აღების შესახებ 2025 წლის დეკემბერში. მაგრამ აპრილში უკრაინის ახალი ხმა იუწყებოდა, რომ რუსეთმა პრიორიტეტად აქცია დასახლებისკენ შეტევა, რაც არ არის ის, რაც უნდა გააკეთოთ, თუ უკვე დაიკავე რაიმე. მაშინაც კი უკრაინის საპასუხო კონტრშეტევები ქაოსს ქმნიდა. უკრაინის შეტევამ ალექსანდრიუკის მიმართულებით რუსეთი აიძულა ჰულიაპოლასთვის განკუთვნილი რეზერვები გადაენაწილებინა. და სწორედ ეს არის მთავარი. რუსეთის ხაზებში სუსტი წერტილები იქნებოდა, თუნდაც აპრილში. ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ სტეპენახაევსკის აღება ნიშნავს, რომ შემდეგი ჰულიაპოლაა. ამ ორ დასახლებას შორის რამდენიმე ათეული კილომეტრია, ასე რომ ერთი მეორეში არ გადადის.
რუსეთმა ასევე შეძლო ჰულიაპოლას რეგიონში უფრო ძლიერი თავდაცვითი ხაზის შექმნა, ვიდრე ზაპოროჟიეს მიმართულების სხვა ადგილებში. თუმცა ახლა უკრაინას შეუძლია დაიწყოს კონტრშეტევა სხვა პატარა დასახლებებზე. რუსეთი აგზავნის დივერსანტებს ყველგან, ზუსტად ისე როგორც სტეპენახაევსკში გააკეთა. უკრაინის განახლებული შეტევა ჰულიაპოლას მიმართულებით სავარაუდოდ ჯერ ამ დასახლებამდე ვერ მიაღწევს, მაგრამ ყურადღებას გადაიტანს. ეს აიძულებს რუსეთს ძალების გადანაწილებას. და ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ზაპორიჟიას ქალაქისკენ შეტევას ისე როგორც სურს. და აი მთავარი, რუსეთმა უკვე იცის, რომ მისი გეგმები ზაპორიჟიასთან დაკავშირებით 2026 წელს ჩაშლილია. როცა პუტინმა 2026 წლის გაზაფხულის შეტევა დაგეგმა, დონეცკი და ზაპორიჟია ორი მთავარი მიზანი იყო. ახლა მხოლოდ დონეცკია დარჩენილი. ამის შესახებ 19 მაისის ანგარიში წერს უკრაინის ახალი ხმა, რომელმაც ციტირა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერჯერობით ვერცერთი ვადა არ შეუსრულებია. დონეცკი სექტემბრის დასაწყისში უნდა დაეცეს, როგორც პალისამ გაამხილა, მაგრამ რუსეთის პროგრესის ნელი ტემპი ამ მიმართულებით ნიშნავს, რომ ეს ვადა გავა და დონეცკი მაინც არ დაეცემა. ან წარუმატებლობის შედეგია ის, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ზაპორიჟიაში შეტევის გაძლიერებას. ის მაინც ეცდება, მაგრამ რეზერვები დონეცკისკენ უნდა მიმართოს. და როდესაც უკრაინა ისეთ ადგილებს, როგორიცაა სტეპენახაევსკი, დერუსიფიცირებას უკეთებს, უფრო იზრდება შანსი, რომ 2026 წლის ბოლოს ან ჩიხს ვიხილავთ, ან კი უკრაინის წინსვლას ზაპორიჟიაში უფრო ღრმად. საერთო სურათი ისაა, რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ წარმატებით განახორციელა კონტრშეტევის წინააღმდეგ კონტრშეტევა. ეს პუტინის გეგმაში არასდროს ყოფილა. ASW-ს 9 მაისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის გაზაფხულის შეტევა პრაქტიკულად შეჩერებულია, რადგან რუსეთმა მთელი წლის განმავლობაში ვერ შეძლო რაიმე მნიშვნელოვანი ოპერატიული გარღვევის მიღწევა. ASW ამატებს, რომ დაკავებული ტერიტორიები, განსაკუთრებით 2026 წელს, შეზღუდულია და სტრატეგიულად უმნიშვნელოა. ამ პრობლემას ამძაფრებს და მალე რუსეთისთვის პრობლემად იქცევა ახალი სტეპენახაევსკის ფრონტის უკან, ათეულობით მილის მანძილზე, ახლა როცა უკრაინას კონტროლი აქვს. უკრაინის საშუალო მანძილის სტრატეგია. უკრაინა აერთიანებს სარაკეტო დარტყმებს, როგორიცაა ჰაიმარსის სისტემები, რომლებმაც წარსულში მას რუსული წინახაზის ტერიტორიაზე და დარტყმაში დაეხმარა. ახალი თაობის საშუალო მანძილის დრონებთან, რომლებიც ანადგურებენ რუსულ ლოგისტიკასა და სარდლობას ფრონტის უკან. უკრაინის საშუალო მანძილის დრონების დარტყმები უკვე გაორმაგდა აპრილში მარტთან შედარებით, რადგან უკრაინა სულ უფრო ხშირად ურტყამს სამიზნეებს ფრონტის უკან, 180 კილომეტრამდე მანძილზე. ეს კიდევ ერთი საფრთხეა რუსეთისა და მისი ზაპოროჟიეს ამბიციებისთვის. უკრაინა შესაძლოა ჯერ არ იყოს მზად ჰულიაპოლას მიმართულებით შეტევისთვის, მაგრამ სტეპენახაევსკის ახალი პლაცდარმის გამოყენებით მას შეუძლია საშუალო მანძილის დრონები გამოიყენოს დასახლებასა და მინდებარე ტერიტორიებზე, რათა გარკვეული მანძილით შეაფერხოს რუსეთის წინსვლა ზაპოროჟიესკენ. და ყოველი დარტყმა ასუსტებს რუსეთს. ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი სუსტდება, ჩნდება მეტი საფასუხო კონტრშეტევის შესაძლებლობა. რუსეთს პასუხი არ აქვს, მას თავიდანვე არ ეგონა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა. უკრაინისთვის დაუჯერებელი ერთ ღამეში მოპოვებული გამარჯვება შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი ზაპოროჟიეს სრული გათავისუფლებისკენ. და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში გათავისუფლების მასში გრძელდება. ეს ჰოლივუდის სცენარისტვის შესაფერისი ისტორია, ინტრიგებით, ფარული დაგეგმვით და შეტევებით ნისლის საფარში. უყურეთ ჩვენს ვიდეოს, რომ იხილოთ სრული ისტორია. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ არასდროს გამოდაოთ ჩვენი რეპორტაჟები უკრაინის უახლეს გამარჯვებებზე რუსეთის წინააღმდეგ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.